აი ხალხი შემოდის. რაღაცა ხო ახლა წერავს საუბრობდი გურამ რომ ძალიან გამიკვირდა წესით მოველოდი რომ იმაზე ონლაინ ჩართვის დროს მაინც ყველა სახლიდან ჩვენ დავიწყოთ მაშინ ჩანაწერს მაინც ვაკეთებ უბრალოდ მე თვითონ ვერ ისა გამომაგდო რა რატომღაც იმას ხნა ესე იგი კი დავიწყოთ და ალბათ აი კიდე დაემატა ერთი შემოვლა ერთი მარი რაღაც კითხვა სვავს მე მგონი ერთი წუთით ერთი სანამ დავიწყებთ მარი ნიშნიანიძე ბაია რა ხდება შეიძლება უბრალოდ დაეჭირა სავარაუდოდ ხელის და კარგი დავიწყოთ მაშინ და გურამ ჩაიწევთ ხო თქვენ კი აი ხა ის არის გამზადებული მაქვს ერთი წამით კი ბატონო უთხარით კი გაშვებულია ჩაწერაზე და შეგვიძლია დავიწყოთ და კარგი მოგესალმებით მეგობრებო ბატონი ოთარი იქნება დღეს ჩვენი ასე ვთქვათ სპიკერი კიდევ ერთხელ მადლობა შაკოს რომ ასეთ საინტერესო ადამიანები დაგვაკავშირა და ესეთ საინტერესო კურსი შექმნა და იმედი მაქვს რომ ეს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ნაყოფიერი იქნება მოდით რო აღარ დავხარჯოთ და მოусმინოთ ბატონ ოთარს კი ბატონო მოგესალმებით კიდევ ერთხელ გავაზიარებ ახლა ეკრანს და დავიწყოთ დღევანდელი ლექციაც ჩანს ეკრანი პრეზენტაცია აი კი გამოდგა შეიძლება გაადიდო ოთო და უკეთესად იქნება ეს კი ბატონო ჩანს კი კარგი კი ბატონო მაშინ დავიწყოთ დღევანდელი სანამ გააგრძელებ შეიძლება გააგი იმას ის გაადიდო ჩვეულებრივად როგორც არის და უკეთესად გამოჩნდა ბოლო იმაზე მქონდა დაიცეთ და გადიდებული მქონდა წესით ეთყობა არაჩვენეს ბოლომდე მაშინ ასე გავაკეთებ თქვენ ეკრანს გავაზიარებ entire screen აი ასე და აი ახლა ჩანს ნუ იდენტურია აი კარგია ახლა კარგი კი ბატონო ძალიან კარგი კარგით თუ მეტი არაფერი აღარ არის მოდი დავიწყოთ დღევანდელი მოხსენება მოგესალმებით მე გახლავართ ოთარი ჭიღლაძე ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრი თბილისის უნივერსიტეტის ბაკალავრი დავამთავრე პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრი და ჩემი მიმართულება კვლევის არის საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები ანტიკური შუა საუკუნეების პერიოდში და მათ შორის აბრეშუმის გზაც და დღევანდელი ჩვენი საკითხი სწორედ აბრეშუმის გზის გარშემო მოიტრიალებს საუბარი არის ძველ აბრეშუმის გზაზე და არა თანამედროვე აბრეშუმის გზაზე ბუნებრივია ნუ აბრეშუმის გზა ესეთი საკითხია რომ ალბათ ყველასათვის ნაცნობი ანუ ყველას მაინც აქვს ერთხელ ყური მოგული მაინც ეს მარტივი განმარტება გავაკეთოთ აბრეშუმის გზის თანამედროვე განმარტება ეს იყო ტრანსკონტინენტური მაგისტრალი საერთაშორისო სავაჭრო გზა რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აზიისა და ევროპის უკიდურეს წერტილებს საუკუნეების განმავლობაში ნუ აბრეშუმის გზა არის ძალიან ფართო თემა და დღეს ჩვენ მხოლოდ 1 საათი გვაქვს ამაზე სასაუბროთ ამიტომაც რამდენიმე საფეხურად დავყავით დღევანდელი მოხსენება და ესენი არიან უპირველეს ყოვლისა ჩვენ გავიხილავთ იმ საერთაშორისო სავაჭრო გზებს რომლებიც არსებობდნენ აბრეშუმის გზამდე შემდეგ ვისაუბრებთ აბრეშუმის გზის ჩამოყალიბების წინაპირობებზე მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიპეტიებს იმ პროდუქტებზე რაც მოძრაობდა აბრეშუმის გზის გასწვრივ ამ სავაჭრო გზის დაღმასვლას განვიხილავთ და საბოლოო ჯამში თუ როგორ აღიქმება აბრეშუმის გზა ახლა თანამედროვეობაში და როგორ აღიქმებოდა იგი წარსულში როცა ის ჯერ კიდევ არსებობდა. კარგით, დავიწყოთ პირველი საკითხიდან. რა ხდება აბრეშუმის გზის არსებობამდე? ეს საკითხი არაერთ მკვლევარს დაინტერესა და მათაც არქეოლოგიური და წერილობის წყაროებზე დაფუძნებით დაიწყეს გამოკვლევა თუ როგორ არსებობდა საერთაშორისო ვაჭრობა ამ აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებამდე. თქვენ რუკაზე ხედავთ სოფლიო, ნუ ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ნახევარსფეროს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს რუკას ძველი წელთაღრიცხვით პირველ 1000 წლების პერიოდში. რა ხდება რუკაზე? ნუ ჩინეთში არსებობს ჭოუს დინასტია, რომელსაც ჯერ მხოლოდ ჩინეთის მცირე ნაწილი აქვს ათვისებული. აქეთ გვყავს გარკვეული მცირე სამეფო სამთავროები და არის სტეპის დიდი ტერიტორია. ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებამდე საუკუნეებით ადრე არსებობდა გარკვეული მარშრუტები და გზები, რომლის გასწვრივაც
ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე ხდებოდა პროდუქტების ინფორმაციის მიცვლა-მოцვლა. მაგალითად, არსებობდა ეგრეთ წოდებული ბრინჯაოს გზა. როგორც სახელი მეტყველებს, ბრინჯაოს გზაზე ხდებოდა ბრინჯაოს ტექნოლოგიის გავრცელება. ეს დაახლოებით ხდება ძველი წითაღრიცხვით 2000 წლის წინ. და არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებენ იმაზე, რომ ბრინჯაოს ტექნოლოგია თანამედროვე მცირე აზიის ტერიტორიიდან და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიიდან ნელ-ნელა მიდის აღმოსავლეთით და აღმოსავლეთ მიმართულებით შედის ჩინეთში. გარდა ამისა, საკუთრივ ჩინეთის ტერიტორიაზე ხდებოდა ძვირფასი თვლების ნეფრიტის მიმოცვლა. ეს ხდებოდა თანამედროვე სინძიანის ტერიტორიიდან შიდა ჩინეთში. მართალია ეს ორივე ტერიტორია დღესდღეობით ჩინეთს ეკუთვნის, მაგრამ ეს საუბარი გვაქვს 4000 კილომეტრიან მარშრუტზე. საკმაოდ დიდი სავაჭრო გზა იყო. ნეფრიტი იყო არა მარტო ძვირფასი ქვა, არამედ იყო საკრალური მნიშვნელობის ქვაც ძველ ჩინეთში და დღემდე არის. ანუ ჩინელების აზრით ნეფრიტს აქვს ავი თვალისაგან დაცვის უნარი. და გარდაცვალების შემდეგაც მიცვალებულს დიდგვაროვნებს ნეფრიტს აცმევდნენ, რასაც შეეძლო მისი სულის იმ ქვეყნიერ სამყაროშიც დაცვა. გარდა ამისა, ჩინეთში სწორედ დასავლეთიდან შევიდა ეტლიც. არსებობს მოსაზრება და მთავარი მოსაზრება არის ხოთაშორის, რომ ეტლი ჩინეთში შევიდა კავკასიის ტერიტორიიდან. ეს ხდება დაახლოებით 3300 წლის წინ. ეს საერთაშორისო ნივთთა მიმოცვლა მხოლოდ სამხრივი არ იყო. შედიოდა ჩინეთში პროდუქტები და ჩინეთიდანაც გადიოდა პროდუქტები დასავლეთით. მაგალითად, არსებობს ერთი არქეოლოგიური აღმოჩენა ეგვიპტეში, აღმოაჩინეს ერთ-ერთი მუმიის სარკოფაგი და მუმიას ეცვა ძალიან მრავალფეროვანი ქსოვილი და ერთ-ერთი ქსოვილი იყო აბრეშუმი. ჩინური აბრეშუმი. ეს მუმია დათარიღებული არის ძველი წითაღრიცხვით მე-11 საუკუნით. ანუ 3100 წლის წინაც კი იყო საშუალება იმისა, რომ ჩინური ქსოვილი მოხვედრილიყო ეგვიპტის ტერიტორიაზე. თუმცა, როცა ჩვენ საუბრობთ ეს აბრეშუმის გზამდე, ბრინჯაოს გზა, ნეფრიტის გზა, თუ კიდევ სხვა გზები, ეს გზები არ იყო ჩამოყალიბებული, კონსტრუქციული და სტრუქტურული გზები, აქ მასშტაბური ნივთამიმოცვლა არ ხდებოდა, არამედ ეს იყო უფრო სპორადული ხასიათის ვაჭრობა რეგიონებს შორის. თუმცა კი, ძველი წინაღრიცხვით პირველ 1000 წლებში უკვე იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ ევროპისა და აზიის ეს შორეული ტერიტორიები ერთმანეთს უფრო და უფრო დაუახლოვდეს. ამისათვის ახლო მცირე აღმოსავლეთში, მცირე აზიაში აქეთ და ცენტრალურ აზიაში პირველი ნაბიჯები გადაედგა იმით, რომ ჩამოყალიბდა აქემენიანთა სახელმწიფო, აქემენიანთა ირანი და შემდგომში უკვე ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. ამან საშუალება მისცა მცირე აზიასა და ცენტრალურ აზიას, რომ ერთიან სისტემაში მოქცეულიყო, შეიქმნა ერთიანი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური სფერო, რომელში მოძრაობაც უფრო უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გახდა, როგორც სამხედროებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის და ისე ვაჭრებისათვის, რაც თავარია ჩვენთვის. შესაბამისად უკვე ეს ცენტრალური და მცირე აზიის ეკონომიკური წრე დაუახლოვდა ჩინეთს, მაგრამ მათ შორის, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის კიდევ არსებობდა ეს გეოგრაფიული ბარიერი, რომელსაც ქმნიდნენ ტიბეტის ზეგანი, ჰიმალაი, პამირის მთიანეთი, თიენშანი და ტაკლამაკანის უდაბნო. თითოეული ეს ცარკი აღებული ძალიან რთული გეოგრაფიული ბარიერია და მათი ერთიანობა ქმნიდა ძალიან კომპლექსურ და რთულად გადასალახავ გეოგრაფიულ ბარიერს. თუმცა ისტორიული კანონზომიერება იქითკენ მიდიოდა, რომ ეს ბარიერი უნდა გადალახულიყო და გადაელახა კიდეც. და ვისაუბროთ ახლა ვინ მოახერხა და როდის მოახერხა ამ ბარიერის გადალახვა და აბრეშუმის გზის გახსნა. რუკაზე თქვენ ხედავთ ხანის დინასტიას, რომელიც ჩამოყალიბდა მე-3 საუკუნის, ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნის მიწურულს. ხანის დინასტიას ჩრდილოეთით ყავდა ომთაბარე მეზობელები, სიონგნუს სახელით. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს სიონგნუ იყო მოგვიანებით ევროპაში ცნობილი ჰუნების წინაპრები. მომთაბარეებს ჩვევიათ ის, რომ ისინი ჩინეთს ყოველთვის ესხმოდნენ თავს ჩრდილოეთიდან და ძარცვავდნენ, რადგანაც ძვირფასეულობას ისინი ვერ აწარმოებდნენ. თავდაპირველად დაახლოებით 9 საუკუნის განმავლობაში დინასტიას ერჩია, რომ მათთვის მიეცა ხარკი, ძღვენი მიეცა და დაეშოშმილებინა, რადგანაც დინასტიის შიგნით იყო არეული სიტუაცია. მაგრამ 9 საუკუნის შემდგომ უკვე მოხერხდა ისე, რომ დაალაგდა სიტუაცია, იმპერია გაძლიერდა და უკვე გახდა იმის ამბიცია, უკვე წარმოიშვა იმის ამბიცია, რომ აღარ დამორჩილებოდნენ ჩრდილოელ მომთაბარე მეზობლებს და დაეწყოთ მათი პირიქით აქეთ შევიწროება. ეს მისია თავის თავზე აიღო იმპერატორმა
უტის სახელით არის ცნობილი ისტორიაში და მან დაიწყო აქტიური სამხედრო კამპანია მომთაბარეების წინააღმდეგ. თუმცა ის აცნობიერებდა, რომ თუ ამ ბრძოლაში მარტო იქნებოდა, რთული იქნებოდა საბოლოო გამარჯვების მიღწევა. ამიტომაც იგი ეძებდა სამხედრო ალიანსებს. და სწორედ ამ სამხედრო ალიანსის ძიებაში მან გაგზავნა თავისი ელჩი ჭანგ ციენი ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით, აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ასევე სახლობდნენ სხვა ნახევრად მომთაბარე, ნახევრად მიწადმოქმედი ხალხები, რომლებიც დაპირისპირებული იყვნენ სიოგნოსთან. ამ ალიანსის ძებნაში ელჩი ჭანგ ციენი გაიმართა ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ის შეიპყრეს სიონუებმა 10 წელი იყო ტყვეობაში. ცოლიც მოიყვანა, შვილი წყავდა, თუმცა 10 წლის შემდეგ მაინც გაიქცა. და თავისი მისიის შესრულება გააგრძელა. და გააგრძელა საით? გააგრძელა ისევ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და მიაკვლია მაინც იმ ხალხებს, ვისთანაც გააგზავნა იმპერატორმა. ნუ საქმე იმაში იყო, რომ ამ ხალხებს უკვე აღარ სურდათ ომის გაგრძელება, ისინი გადასახდნენ თავის თავდაპირველი ტერიტორიიდან და მშვენივრად იყვნენ სადაც იყვნენ იქ. თუმცა მართალია აქ უარი მიიღო ჭანგ ციენმა, მაგრამ მან გააგრძელა მოგზაურობა და გადავიდა ცენტრალურ აზიაში. ეს არის პირველი ჩინელი პიროვნება, ვინც ფეხი დადგა ცენტრალური აზიის მიწაზე. მანამდე ჩინელები არ იყვნენ ამყოფი ცენტრალურ აზიაში და დასავლეთით ასე შორს. მან იმოგზაურა ცენტრალურ აზიაში, მოინახულა ადგილობრივი სამეფოები და დაბრუნდა უკან. სხვათა შორის იგი უკან გზაზეც დაეჭირეს სიონუებმა, ერთი წელი იყო ტყვეობაში, მაგრამ ისევ გამოიქცა და დაბრუნდა დედაქალაქში. ჭანგ ციანის მოგზაურობა 13 წელი გაგრძელდა მისი მოგზაურობა. მართალია თავდაპირველი მისია ვერ შეასრულა და კრახით დასრულდა, მაგრამ მან მოიტანა უფრო დიდი შედეგები. პირველი, იმპერიას გაუხსნა ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარბიელი. ახალი იმპერიები შემოვიდა, ახალი ხალხები შემოვიდა, ვისთანაც შესაძლებელი გახდა, რომ ახალი კავშირები დაემყარებინა ხანის იმპერიას, თუნდაც იგივე მომთაბარეებთან ბრძოლაში. და რას თავარი არის? ჭანგ ციანის მოგზაურობამ სრულიად მოარღვია მანამდე არსებული სოფხედველობა. ჩინურში ჩინეთი არის ჯონგუა, ანუ ცენტრალური სახელმწიფო. ცენტრალური სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ მათი წარმოდგენით ისინი იყვნენ ცენტრში, სამყაროს ცენტრში და 4-ვე მხარეს გარშემორტყმული იყვნენ ველურებით, ბარბაროსებით. ანუ მათი წარმოდგენით სოფლიოში ერთადერთი ცივილიზებული სამყარო იყო ჩინეთი. და ჭანგ ციანის ამ მოგზაურობამ სრულიად გაარღვია ეს წარმოდგენა, რადგანაც უკვე აღმოაჩინეს, რომ სხვა ხალხებიც არსებობენ, სხვა კულტურები და ცივილიზაციებიც არსებობს ჩინეთს გარეთ. ამიტომაც ეს ინტერესიც არსებობდა ჩრდილო-დასავლეთით ახალი სამხედრო ლაშქრობების დაწყებაში. იმპერატორმა ძალიან მალევე დააორგანიზა ახალი სამხედრო ექსპედიციები და სულ რაღაც 15-20 წელიწადში უკვე ხანის იმპერიამ შემოიერთა მთელი ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორია, რაც დღესდღეობით არის სინძიანის პროვინცია, ცინხაისა და განსუს პროვინციები დაახლოებით. ჩინური დაპყრობები განსხვავდებოდა თვისობრივად მომთაბარეების დაპყრობებისაგან. იქნებოდა ეს მონღოლები, სელჩუკები თუ სხვა მომთაბარეები. მომთაბარეების დაპყრობა არის შემდეგნაირი. ისინი მოდიან, იპყრობენ, ძარცვავენ, კლავენ და მიდიან და მაინდა-მაინც არ ინტერესდებიან ადგილობრივი ტერიტორიის მართვით. თუმცა ჩინური დაპყრობა იყო სხვაგვარი. ეს იყო ტერიტორიის შემოერთება და მისი ასიმილაცია. ანუ, როცა ჯარი დაიკავებდა ტერიტორიას, მას მიყვებოდა ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, მიყვებოდა ფორტიფიკაციის ნაგებობების გაკეთება, გამაგრება ტერიტორიის და ამას შემდეგ მოყვებოდა მთელი რიგი სამოქალაქო მოხელეებისა. ანუ აქ ინიშნებოდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ხალხი, განათლება შემოდიოდა, კულტურა შემოდიოდა, ანუ ფაქტობრივად ჩინეთი ყოველ ახალ ტერიტორიას, რომლის დაპყრობაც სურდა, თავის კულტურის და პოლიტიკის გავლენის ქვეშ აქცევდა. შესაბამისად, როცა ეს ტერიტორია შემოიერთეს ჩინელებმა, არაუბრალოდ შემოიერთეს, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაცია ააშენეს ამ ტერიტორიაზე. და ამან საშუალება მისცა იმას, რომ ამ ტერიტორიის გასწვრივ არა მარტო პოლიტიკური მიზნით გაშვებულ ელჩებს ემოძრავათ, არამედ ვაჭრებსაც შეეძლოთ, რომ უსაფრთხოდ ემოძრავათ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში. და ძალიან მალევე იმპერატორმა გააგზავნა ელჩობები ცენტრალურ აზიაში, პართიაში და ამ ელჩობებს მოჰყვა აქტიური ეკონომიკური კავშირების დაწყება. ძალიან მალე და ხანის დინასტიის პერიოდში სწორედ მიღებული არის, რომ მეორე საუკუნის მიწურულს გაიხსნა აბრეშუმის გზა ოფიციალურად. აი რუკაზე ხედავთ თქვენ სახმელეთო აბრეშუმის გზის გამარტივებულ ვერსიას,
ნუ რა გზები არსებობდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთის დედაქალაქიდან, ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით შედიოდა თანამედროვე სინძიანის პროვინციაში და წინ ხვდებოდა ტაკლამაგანის უდაბნო. უდაბნოს ფიზიკურად ვერ გადალახავდნენ, ძალიან რთული ბუნებრივი პირობები არის ამ უდაბნოში, ამიტომაც მათ უწევდათ ორი გზის გაყოფა. ჩრდილოეთის გზა, რომელიც ჩრდილოეთით უვლიდა უდაბნოს და სამხრეთის გზა, რომელიც ტიბეტის ზეგანის გასწვრივ მიუყვებოდა უდაბნოს. იყო განშტოებები, გარკვეული განშტოებები, რომლებიც ინდოეთში გადადიოდა, მაგრამ ეს ორი გზა ჯერ ერთდებოდა კაშგარში, გადალახავდა პამირს და შემდეგ შედიოდა ცენტრალურ აზიაში. და აქედან უკვე სპარსეთში და შემდეგ სირიასა და ევროპის მიმართულებით მიდიოდა. თუმცა ეს რუკა არის ძალიან გამარტივებული, რეალურად აბრეშუმის გზა იყო ძალიან ბევრი მცირე და პირველი და მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობის მქონე სავაჭრო გზების ერთიანობა. აქ არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულება, არამედ იყო ძალიან ბევრი პატარ-პატარა განშტოებები. რუკაზე ალბათ თქვენ ხედავთ, რომ გარდა სახმელეთო გზისა, აგრეთვე არის მოხაზული საზღვაო გზაც. ეს არის ეგრეთ წოდებული საზღვაო აბრეშუმის გზა. სხვადასხვა საზღვაო აბრეშუმის გზაც კვლავაც იმპერატორ უტის პერიოდში იხსნება. იმპერატორმა მას შემდეგ რაც გაიხსნა სახმელეთო გზები, გადაწყვიტა რომ საზღვაო გზაც გაიხსნა და გაგზავნა დელეგაცია ინდოეთისაკენ საზღვაო გზით. დელეგაცია ჩავიდა ინდოეთში, ნახა ადგილობრივი სამეფოები, უკანაც ჩამოვიდა, მაგრამ ამას მაშინვე არ მოჰყოლია იმხელა გამოხმაურება, რაც მოჰყვა სახმელეთო გზის გახსნას. და ეს გასაგებიც იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს სამხრეთ ტერიტორიები ისე აქტიურად კარგად შემოერთებული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ და რაც თავარი იყო, ნავიგაციური ტექნოლოგიები და სანავიგაციო ცოდნა ჯერ არ იყო იმ დონეზე მისული, რომ აქტიური სავაჭრო კავშირები ეწარმოებინათ ინდოეთის ტერიტორიასთან. თუმცა ეს ყველაფერი იცვლება. და ახლა მივიდივართ რასაკითხთან. სახმელეთო აბრეშუმის გზის შენარჩუნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აი ეს ტერიტორია, სინძიანის ტერიტორია, გაეკონტროლებდა ჩინეთის მთავრობას. თუ ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა ჩინეთის მთავრობა, მაშინ სახმელეთო აბრეშუმის გზაზე მოძრაობა ძალიან ნელდებოდა, ასე რომ ვთქვათ. ნუ არ ჩერდებოდა მთლიანად, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობის ხდებოდა. და რა ხდება ახლა? ჩინეთს ძალიან დიდი თანხა, ძალიან დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსები უჯდებოდა შორეული ტერიტორიების კონტროლი. აქ იყო მთელი გარნიზონები განლაგებული, რომელსაც ხელფას უხდიდნენ, საკვებით ამარაგებდნენ. შესაბამისად, როცა იმპერიის შიგნით ახალი სამოქალაქო ომი ან რაღაც სხვა პრობლემა იფეთქებდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო შორეული ტერიტორიების კონტროლი. და ასეც მოხდა ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მიწურულს ხანის დინასტია დაეცა სამოქალაქო ომების გამო. და ეს არის მესამე საუკუნის დასაწყისის ფოტო, რუკა, ხედავთ რუკაზე, რომ ერთიანი იმპერია უკვე დაიშალა ძალიან ბევრ მცირე სამეფო სამთავროებად და უკვე აღარავის აღარ ქონა დრო, რომ დასავლეთით გაიკონტროლებინა აი ეს ტერიტორია. სახმელეთო აბრეშუმის გზა მაინც ფუნქციონირებდა, მაგრამ იმ წინადელ ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. თუმცა რა ხდება? უკვე 200-300 წლის გახსნილი არის აბრეშუმის გზა, უკვე დასავლეთში არის ძალიან დიდი მოთხოვნა ჩინურ პროდუქტებზე და პირიქით, ჩინეთშიც არის მოთხოვნა დასავლურ პროდუქტებზე. ანუ ეს მოთხოვნა არსებობს და მოთხოვნა ჭირდება შესრულება. ეს ვერ ხერხდება სახმელეთო გზით და შესაბამისად ეს მოთხოვნის შესრულება გადავიდა საზღვაო გზებზე. და ამას კარგად ხედავთ უკვე მე-4 საუკუნის დასაწყისში, ზოგიერთი ბუდისტი ბერი, რომლებიც სახმელეთო გზით გადადიან ინდოეთში, საზღვაო გზით ბრუნდებიან ჩინეთში. და მე-5-6 საუკუნეებში საზღვაო გზა გახდა ძირითადი სავაჭრო მიმართულება საერთაშორისო ვაჭრობაში. სხვადასხვა ერთი საინტერესო ფაქტი ფიქსირდება ჩინურ წყაროებში, 166 წელს ხანის დინასტიის მიწურულს ჩინური წყაროები იუწყებიან, რომ მოვიდა ელჩობა ტაცინიდან. ტაცინი ძველ ჩინურ წყაროებში მიემართებოდა რომის იმპერიას. ანუ ჩინურ წყაროებში წერია, რომ მოვიდა ელჩობა რომის იმპერიიდან. და ელჩების მიხედვით ისინი გამოგზავნა იმპერატორმა ანტონმა. ალბათ ყველას გახსოვთ იმპერატორი ანტონიუს პიუსი, ქართველი მეფის ფარსმან ქველის თანამედროვე იმპერატორი და ძალიან ახლოს დგას ხომ ეს სახელები ანტონი და ანტონიუს პიუსი. თუმცა ეს ელჩობა
არ ფიქსირდება რომ მოვალ წყაროებში და სავარაუდოდ ისინი იყვნენ ვაჭრები. და რატომ გააკეთეს ვაჭრებმა? რატომ წარმოადგენს თავისთავად ელჩებად? ამის მიზეზი იყო ის, რომ ვაჭრებს რეალურად შეეძლოთ მხოლოდ საპორტო ქალაქებში მოძრაობა და ელჩობებს იღებდა იმპერატორი დედაქალაქში. მამ ელჩებმა მათ წვენი მიართვეს, თუმცა 10 მაგი წვენი უკან დაებრუნეს იმპერატორმა ისინი საჩუქრებით დააჯილდოვა და ელჩები უკან დაბრუნდნენ, წაიღეს წერილი რომის იმპერიაში. რეალურად ისინი იყვნენ თუ არა რომაელები და ვინები იყვნენ, არავინ არ იცის. და ჩინელებიც მიხვდნენ წყაროში წერია რომ ნუ დიდი ალბათობით ესენი არ იყვნენ ელჩებიო, მაგრამ მაინც მივიღეთო. მოგვიანებით, როცა ეს არეულობის პერიოდი დასრულდა და საუბარი გვაქვს დაახლოებით მე-7 საუკუნის დასაწყისზე, ჩამოყალიბდა ახალი გაერთიანებული იმპერია ჩინეთში თანგის იმპერიის სახით. თანგის იმპერია იყო ჩინეთის პირველი ოქროს ხანა. ჩინეთის პირველი სამხედრო ოქროს ხანა, რადგანაც მისი მმართველობის პერიოდში ჩინეთმა მიაღწია მანამდე არ ნახულ სამხედრო სიძლიერეს და ხედავთ რუკაზე, რომ ჩინური სამხედრო გავლენები ცენტრალურ აზიაშიც კი გავრცელდა. ნუ ეს რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა, მაგრამ დასავლეთის ტერიტორიები, თანამედროვე სინძიანგის ტერიტორია ძალიან კარგად დაიკავეს ჩინელებმა და სწორედ ეს იყო ის წამახალისებელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბრეშუმის სახმელეთო აბრეშუმის გზის კვლავაც ძალიან დიდი სისწრაფით განვითარება. თანგის იმპერია იყო იმ დროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია და იყო კოსმოპოლიტური იმპერია, ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობდა იმპერიაში. დედაქალაქ სიანში 25000 უცხოელი ცხოვრობდა. ეს დედაქალაქი მაშინ იყო მსოფლიოს უდიდესი ქალაქი, მილიონი მოსახლეობით. ბევრი ცენტრალური აზიიდან ჩადიოდა ჩინეთში და ეწეოდნენ ვაჭრობას, ბევრი არაბი, სპარსი ჩადიოდა. სხვათა შორის საზღვაო აბრეშუმის გზა, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო გზა ძალიან ისევ განვითარდა, საზღვაო გზა არ დაკნინებულა. პირიქით, საზღვაო გზა ძალიან განვითარდა. და გვაქვს ჩანაწერები, რომ საპორტო ქალაქებში, ჩინეთის საპორტო ქალაქებში 100000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობდა. ესენი ძირითადად იყვნენ არაბები და სპარსები, რომლებიც ეწეოდნენ საზღვაო ვაჭრობას. თუმცა თანგის დინასტიამ გასტანა დაახლოებით 150 წელი თავის სიძლიერეში, შემდეგ აქ მოხდა შიდა სამოქალაქო ომი, როგორც მოხდა ხანის დინასტიაში და დაიკარგა დასავლეთის ტერიტორიები. და ამას მოხდა ისევ დასავლური მიწების ჩამოშორება, სახმელეთო აბრეშუმის გზის შენელება და თითქმის შეჩერება და კვლავაც ყურადღება გადადის საზღვაო აბრეშუმის გზაზე. ეს არის სონგის დინასტიის პერიოდში მე-13 საუკუნეებში. დაახლოებით 300 წლის განმავლობაში საზღვაო აბრეშუმის გზა იმდენად განვითარდა, რომ ჩამოყალიბდა სპეციალური სახელისუფლებო ბიუროები, რომლებსაც ევალებოდა საერთაშორისო ვაჭრობის გაკონტროლება პორტებში. და სონგის პერიოდი არის ჩინეთის მეორე ოქროს ხანა. განსხვავებით თანგის პერიოდისაგან, რომელიც იყო ჩინეთის სამხედრო ოქროს ხანა, სონგის პერიოდი არის ჩინეთის ტექნოლოგიური ოქროს ხანა. სრულიად ახალ დონეზე ავიდა ამ პერიოდში ჩინეთში ტექნიკის განვითარება და წარმოების მიხედვით ერთ-ერთი უძლიერესი წარმოებელი იყო მსოფლიო ისტორიაში, ინდუსტრიული რევოლუციამდე. თუმცა სონგის დინასტია მაინც შეზღუდული ფარგლების დინასტია იყო, იმ ხელა ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა და ამიტომაც უწევდა მას მხოლოდ საზღვაო აბრეშუმის გზით დაგამოყოფილება. მაგრამ მე-13 საუკუნეში შემოდის ახალი მოთამაშე, ესენი არიან მონღოლები. ნუ მონღოლები ჩვენთვის ძალიან დაცნობი საკითხი არის ალბათ. მათ ილაშქრეს საქართველოშიც და დაიკავეს აზიის უდიდესი ტერიტორია აღმოსავლეთ ევროპის ჩართულით. მონღოლებმა ძალიან სწრაფად შექმნეს დიდი იმპერია და ამ დიდი იმპერიის გასწვრივ მათ ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული საფოსტო სისტემა. რას გულისხმობს საფოსტო სისტემა? საფოსტო სისტემა გულისხმობს იმას, რომ იმპერიის გასწვრივ გარკვეული დისტანციის დაშორებით, თქვათ ის იყო 30 თუ 40 კილომეტრი, უნდა აშენებულიყო პატარა შენობები, სადაც იქნებოდა მოგზაურებისათვის განკუთვნილი საძინებლები, საჭმელი, საკვები, სასმელი და რასთავარია ტრანსპორტი. ეს შენობები, ეს საფოსტო სადგურები განკუთვნილი იყო ძირითადად ჩიკირიკებისათვის და პოლიტიკური, ელჩებისათვის. მაგრამ ასევე ამ ადგილებს იყენებდნენ, ამ შენობებს იყენებდნენ ვაჭრებიც. და სწორედ ამ საფოსტო გაჩერებების საშუალებით გახდა შესაძლებელი ის, რომ პირველად ისტორიაში დაიწყო მგზავრობები ვაჭრებისა ევროპიდან ჩინეთისაკენ.
როცა ჩვენ საუბრობდით აბრეშუმის გზაზე ხანის იმპერიის პერიოდში თუ სონგის პერიოდში თუ თანგის პერიოდში, წინა საუკუნეების პერიოდში, თითქმის არც ერთი ვაჭარი არ იწყებდა მოგზაურობას ჩინეთიდან და არ ამთავრებდა ის ევროპაში თუ მცირე აზიაში. ანუ ასეთი რაღაც არ ხდებოდა. ყველაზე მაქსიმუმ მათ დაიწყოთ მოგზაურობა ჩინეთიდან და ჩადიოდნენ ცენტრალურ აზიაში. სადაც სრულდებოდა მე მათი მოგზაურობა და იქიდან უკვე ახალი ვაჭარი იწყებდა მოძრაობას. თუმცა მონღოლთა პერიოდში ეს შეიცვალა და ერთიანი გიგანტური იმპერიის არსებობამ გახადა ის შესაძლებელი, რომ უკვე ვაჭრებს შეეძლოთ A პუნქტიდან, რომელიც იყო თქვათ ევროპაში, ჩასულიყო B პუნქტში ჩინეთში. და ამის არაერთი ჩანაწერი არსებობს, მაგალითად პრანო კარპინი, რუბრუკი ქართველი უფლისწულები. ჩვენთვის ნაცნობი დავით ულუ და დავით ნარინი თავის ამალასთან ერთად ჩავიდნენ ყარაყორუმში, მონღოლთა დედაქალაქში, სწორედ ამ გზის გავლით. და ყველაზე ცნობილი მოგზაური ალბათ აბრეშუმის გზის გასწვრივ მარკო პოლო, ვენეციელი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, მან თავის მამასთან და ბიძასთან ერთად დაიწყო მოგზაურობა ევროპიდან, ჩავიდა ჩინეთში, აქ 17 წელი დაჰყო, სახმელეთო გზით ჩავიდა და საზღვაო გზით დაბრუნდა უკან. მონღოლთა პერიოდში ამ უპრეცედენტო საშუალების არსებობამ აბრეშუმის გზა განვითარების ზემიტამდე აიყვანა. ძალიან დიდი რაოდენობით ვაჭრობა მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო აბრეშუმის გზაზე. და როცა ვსაუბრობთ ამ ვაჭრობაზე, უნდა ვსაუბროთ რითი ვაჭრობდნენ. რა იყო პროდუქტი აბრეშუმის გზაზე? რა გადიოდა ჩინეთიდან დასავლეთისაკენ? და ნუ ალბათ ამ საკითხს ჯერ მივუძვით მე ლოგიკურად. რა შეიძლება გასულიყო? არის ძალიან დიდი დისტანციის მარშრუტი და ვაჭარმა უნდა გაითვალისწინოს აქლემების, ძირითადი ტრანსპორტი იყო აქლემი. აქლემის ქირავნობის ხარჯი ან მისი შესყიდვის ხარჯი. ამალა, ვინც მას უნდა ახდეს თან, მოქირავნეები. აღჭურვილობა, საკვები, როგორც ცხოველების, ისე თავისი ამალის საკვები და თავისი საკვები. და ბაჟი გზაზე, რაც უნდა გადაიხადოს. და ნუ დანაკარგიც უნდა გაითვალისწინოს და მას დამატებული თავისი მოგება. შესაბამისად, როცა ამდენი დანახარჯი აქვს, მან ის უნდა იფიქროს, რომ როცა თავის პროდუქტს გაყიდის, ეს ყველაფერი უნდა ამოიღოს და მოგებაც უნდა ნახოს. შესაბამისად, აბრეშუმის გზაზე მხოლოდ ვაჭრობდნენ ძვირფასი პროდუქტებით. და რა იყო ეს პროდუქტი? ნუ ბუნებრივია ეს იყო პირველ რიგში აბრეშუმი. აბრეშუმი ჩინეთში იწარმოებოდა 1000 წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში, ქვის ხანის პერიოდში დაიწყო აბრეშუმის წარმოება ჩინეთში. ნუ ეს იყო თავდაპირველი და უხეში აბრეშუმი, თუმცა ნელ-ნელა 1000 წლების განმავლობაში ის განვითარდა და როცა აბრეშუმის გზა გაიხსნა, აბრეშუმი იყო ძალიან მაღალი ხარისხის ქსოვილი. და როცა აბრეშუმი შევიდა ცენტრალურ აზიაში, ირანში, რომში და შემდეგ ბიზანტიაში, მისთამი მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. ბუნებრივია ეს მოთხოვნა იყო დიდგვაროვნებში, არისტოკრატიაში, საიმპერატორო თუ სამეფო კარებზე და ფულიან ხალხში. ვისაც ჰქონდა მისი შესყიდვის საშუალება. აბრეშუმი გახდა სოციალური სტატუსისა და ძალაუფლების სიმბოლო. სხვადასხვა იმდენად დიდი იყო აბრეშუმის მნიშვნელობა, რომ რომში, რომაულ წყაროებში ძველ ლათინურში ჩინეთის სახელი იყო სერეს, სერიგა და სერეს, რაც წარმოდგება ძველ ჩინურ ენაში აბრეშუმის წოდებისაგან. ძველი რომელი ავტორებიც, ციცერონიც, მერე პლინიუსიც წერენ აბრეშუმზე და აღწერენ, რამდენად დიდი იყო მოთხოვნა რომში აბრეშუმისადმი და შემდეგ ბიზანტიაშიც. და არაერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ბევრი ომი რომსა და პართიას, ხოლო შემდეგ რომსა და სასანეულ ირანს შორის დაიწყო აბრეშუმის გამო. და რატომ ამბობთ ამას? აი შეხედეთ სპარსეთის იმპერია სად მდებარეობს? მდებარეობს ზუსტად აბრეშუმის გზის ცენტრალურ გზაზე. ანუ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა იმ ცენტრალურ ძარღვს ამ საერთაშორისო სავაჭრო გზისა. და თავიანთი სურვილების მიხედვით და თავიანთი ინტერესების მიხედვით ისინი ზოგჯერ ან წყვეტდნენ აბრეშუმის დასავლეთისაკენ დინებას, ანდაც მაღალ ბაჟს უწევდნენ რომსა და ბიზანტიას. ნუ ამის გამო, თავიანთი ეკონომიკური ინტერესების გამო, რომის და ბიზანტიას მასთან ომს იწყებდა და ომის შედეგად ნუ მე არაერთი ზარალი და რაც საინტერესო არის კიდევ, რომი და ბიზანტია მუდმივად ცდილობდნენ ენახათ ახალი გზები სპარსეთის შემოვლით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, რომ მისულიყვნენ
დაკავშირებოდნენ ჩინეთს, რომ მათთან პირდაპირ კავშირი ჰქონოდათ სავაჭრო. და სხვათა შორის ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო მე-6 საუკუნეში, როცა ხაზარები, მე-7 საუკუნეში, როცა ხაზარები შემოვიდნენ თბილისშიც. ვახტანგ გოილაძე არის ერთ-ერთი ასეთი მკვლევარი საქართველოში და მას მიაჩნია, რომ ეს იყო ერთგვარი საერთაშორისო კოალიცია ბიზანტიასა და აღმოსავლეთ თურქებს შორის, რათა აბრეშუმი სპარსეთის გვერდისავლით შემოსული იყო ჩრდილოეთიდან სტეპების გავლით და კავკასიონის უღელტეხილით დასავლეთ საქართველოში შავ ზღვაში შესულიყო ბიზანტიის მიმართულებით. ეს გზა მე საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაინც საინტერესო პერიპეტია არის. და იმდენი იყო მოთხოვნა აბრეშუმზე, რომ მოგვიანებით იმპერატორმა იუსტინიანემ გაგზავნა სპეციალური აგენტები ჩინეთში, რომ აბრეშუმი ჩამოეტანათ. ამას ახდენს პროკოპი კესარიელი, ბიზანტიელი ისტორიკოსი. და როგორც ის ახდენს, მართლაც ამ აგენტებიდან ორმა ბერად გადაცმულმა მოახერხეს ის, რომ აბრეშუმის ჭიები ჩაესვათ ბამბუკის ჯოხებში, დალუქეს, მათთან საჭმელი ჩაუყარეს, რომ არ მოგდარიყვნენ შიგნით. დალუქეს ეს ჯოხები და აი ასე მოახერხეს საზღვრებზე გადმოსვლა. იმიტომ რომ აკრძალული იყო აბრეშუმის წარმოების საიდუმლოს გამოტანა დასავლეთით. ამის შემდეგ იწყება აბრეშუმის წარმოება ბიზანტიაში, თუმცა ჩინურ აბრეშუმზე მოთხოვნა მაინც ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ ეს იყო უფრო მაღალი ხარისხის აბრეშუმი. გარდა აბრეშუმისა, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფაიფური. ფაიფური არის ჩინური მეთუნეობის წარმოების ზენიტი. ანუ რითი განსხვავდება ფაიფური ჩვეულებრივი კერამიკისაგან, ჩვეულებრივი თიხისაგან. ჩვეულებრივი კერამიკა, ჩვეულებრივი თიხა გამოიწვება 800-დან 1000 გრადუსამდე, ხოლო ფაიფური გამოიწვება 1200-დან 1400 გრადუსამდე. ფაიფურს აქვს კიდევ განსხვავებული მინარევებიც და მას აქვს ჩვეულებრივი კერამიკისაგან განსხვავებით უფრო ძალიან დაბალი წყლის გამტარიანობა და როცა მასზე ჭიქური სრულდება, ძალიან ლამაზ ფერებს იღებს. შესაბამისად, ეს იყო ძვირად ღირებული ფუფუნების საგანი ცენტრალურ აზიაში, სპარსეთში, არაბეთში და შემდეგ კი ევროპაშიც. აი სურათზე თქვენ ხედავთ, ეს არის მე-4 და მე-5 სურათი. ეს სურათები არის ჩემი გადაღებული, გუშინ წინ გადავიღე გუანდონის პროვინციის მუზეუმში. სურათზე ხედავთ 1000 წლის წინ შესრულ ფაიფურს. საქმე ისაა, რომ მუზეუმში გამოფენილი არის მე-11 საუკუნეში ჩაძირული გემიდან ამოღებული არტეფაქტები. ეს არის თეთრი ფაიფური. გემი ჩაიძირა ჩინეთის სანაპიროსთან ძალიან ახლოს, ის მიდიოდა ჩინეთიდან დასავლეთით. ჩინეთიდან მოწასულიყო სავარაუდოდ სპარსეთის ყურისაკენ. გემზე აღმოჩენილი არის 50 ტონა ფაიფური. თუმცა ეს დიდი რაოდენობა მაინც არ იყო, იმიტომ რომ უფრო მეტი რაოდენობაც გადიოდა ამ პერიოდში ჩინეთიდან. და რა შემოდიოდა ჩინეთში? ანუ აბრეშუმი და ფაიფური გადის ჩინეთიდან და რა შემოდის ჩინეთში? იმიტომ რომ ეს ვაჭრობა მხოლოდ სამხრივი ხომ არ იყო. თავარი პროდუქტი, რაც ჩინეთში შემოდიოდა, ის იყო ცხენები. და ისე უნდა დაუბრუნდეთ ბატონ ჭანგ ციენს და მის ელჩობას დასავლეთში. როცა ჭანგ ციენმა იმოგზაურა ცენტრალურ აზიაში და თავისი ნანახი მოუყვა იმპერატორს და მერე უკვე ჩაიწერა სიმაციანის მიერ ისტორიულ ჩანაწერებში, იქ კითხულობთ ასეთ რაღაცას. რომ ცენტრალურ აზიაში არსებობდნენ ეგრეთ წოდებული ზეციური ცხენები. სურათზე თქვენ ხედავთ ახალ ტეკეს ჯიშის ცხენებს, რომლებიც დღემდე არსებობს ცენტრალურ აზიაში, თურქმენეთში ძირითადად. და იმდენად მოიხიბლა ამ ცხენებით ჭანგ ციენი და შემდეგ იმდენად დაინტერესდა ამ ცხენებით იმპერატორი რომ 15 წლის შემდეგ მან 2 სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა ცენტრალურ აზიაში, რომ იქ მათ ელაშქრათ, თავიანთ სამხედრო ძალაუფლება გაერთიანებინათ და მთავარი მოთხოვნა იყო ცხენების იმპორტი ჩინეთში. და რატომ? იმიტომ რომ ჩინეთში მართალია ცხენები ყავდათ, მაგრამ ჩინური ცხენების ფიზიკური მონაცემები არ იყო ისეთი კარგი, როგორიც მომთაბარეების ცხენების, რომლებიც ჩინეთს ებრძოდნენ. ჩინეთის მთავარი მტერი ვინ იყო? იყო ჩრდილოეთით მომთაბარე ტომების კოალიცია. მათი ძირითადი ძალა იყო კავალერია. ამიტომაც მათთან საბრძოლველად ჩინეთს მოუწია ძლიერი კავალერიის შექმნა. ძლიერი კავალერია სჭირდება ძლიერი და ჯიშიანი ცხენები. და ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რატომაც დაიწყო აბრეშუმის გზის გახსნა, იყო არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო მიზანი, რომ ცხენები მოიყვანათ დასავლეთიდან ჩინელებს. საინტერესო არის ისიც, რომ ჩინელები ამ ცხენს კიდე სხვა სახელსაც უწოდებდნენ. მათ უწოდებდნენ სისხლის მდენელ ცხენებს.
და ცხენი, რომელიც ოფლის მაგიერ სისხლს იდენს. ეს ძალიან უცნაური სახელი ძალიან ხშირად ფიქსირდება ჩინურ წყაროებში და მე-20 საუკუნეებში მეცნიერებმა რაღაც პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ არსებობს ერთგვარი პარაზიტი, რომელიც აი ამ ცხენს უჩდება და როცა ცხენი ძალიან მაღალი სისწრაფით მირბის, ოფლთან ერთად ამ პარაზიტის გამო ის გამოყოფს მცირე რაოდენობით სისხლსაც. და მართლაც ალბათ ეს როცა ჩინელებმა ნახეს, რომ ცხენი სისხლს გამოყოფდა, ეს სასწაულის სახელიც მოგვონეს მას. გარდა ცხენებისა, ჩინეთში შემოდიოდა ფუფუნების საგნები ძირითადად. მარტორქის რქა, სპილოს ძვალი, ჩრდილოეთიდან შემოდიოდა ცხოველების ქურქები, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები და კიდევ სხვა უჩვეულო საგნები და ცხოველები სხვათა შორის. გარდა ამისა, ასევე ჩინეთში შემოვიდა პროდუქტები. როგორც უკვე ჩვენ ვთქვით, ჭანციანის მოგზაურობამდე ჩინეთი იყო ჩაგედილი და კონტაქტი მას არ ჰქონდა დასავლეთით აზიის სხვა ტერიტორიებთან, გარდა იმ მომთაბარეებისა, ვისთანაც ომობდა. ჭანციანის მოგზაურობის შედეგად ძალიან მალე ყველა ის პროდუქტი, რასაც თქვენ სურათზე ხედავთ, საზამთრო კიტრი, ყურძენი, სტაფილო და სხვა, შევიდა ჩინეთში დასავლეთიდან, აბრეშუმის გზის გახსნის წყალობით. თუმცა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე პროდუქტების მიმოცვლაზე, აბრეშუმის გზა არ იყო მხოლოდ სასაქონლო მიმოცვლის მარშრუტი. არამედ ამ გზაზე მიმდინარეობდა ინფორმაციის მიმოცვლა კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის. სწორედ აბრეშუმის გზის გასწვრივ მოხდა ის, რომ დიდი ჩინური გამოგონებები ჩინეთიდან გავრცელდა დასავლეთით. რა გამოგონებები იყო ესენი? უპირველეს ყოვლისა ეს იყო ქაღალდი. ქაღალდი ჩინელებმა გამოიგონეს 2000 წლის წინ და იმდენად დახვეწეს მისი გამოყენება, რომ ჩინეთში შემდეგ მე-11 წელს ჩამოყალიბდა საიმპერატორო გამოცდები და ყოველდღიურად ასობით ათასი და მილიონობით ფურცელი იბეჭდებოდა და ეწერებოდა, რომ გამოცდილებს ის დაერიგებინათ სტუდენტებისათვის. მე-8 საუკუნეში ქაღალდი გადაიღეს არაბებმა, აქედან გავრცელდა აფრიკაში, აფრიკიდან შევიდა ევროპაში და ყველამ კარგად იცის თუ რა მნიშვნელობა იქონია ქაღალდმა მომავალში მე ინფორმაციული და ინდუსტრიული რევოლუციების მოხდენისათვის. შემდეგი არის დენთი. დენთიც არის ჩინური გამოგონება, გამოიგონეს დაახლოებით მე-8 საუკუნეში, ანუ მე-11 საუკუნეში ჩინელები დენთს იყენებდნენ ორი დანიშნულებით. ერთი ეს იყო ფეიერვერკები და მეორე იყო საომარი საქმე. მათ ჰქონდათ ბომბები, შაშხანები, თოფები და ასე შემდეგ, ანუ საკმაოდ პროლიფიკური გამოყენების იყო დენთი ჩინეთში. დენთი ჩინეთიდან როგორ შევიდა დასავლეთში, ეს საკითხი დღემდე არის გაურკვეველი. ზოგი ფიქრობს ეს იყო არაბების გავლით. ზოგი ფიქრობს ეს იყო მონღოლების გავლით. მაგრამ ასეა თუ ისეა, ფაქტი არის, რომ დენთი წამოვიდა ჩინეთიდან, შევიდა ევროპაში და სწორედ ბევრს მიაჩნია, რომ დენთი იყო ერთ-ერთი თავარი მიზეზი ევროპაში ფეოდალიზმის დასრულებისა. ნუ რატომ? იმიტომ რომ ევროპაში ფეოდალიზმის ერთ-ერთი საფუძველი იყო რაინდი. კარგად აღჭურვილი მებრძოლი რაინდი, რომელიც წარმოადგენდა არმიის ბირთვს. თუმცა დენთის შემოსვლასთან ერთად შეიქმნა შაშხანები, შეიქმნა თოფები და უკვე თოფით ნებისმიერ გაუწვრთნელ პიროვნებას შეეძლო გაზრდილი რაინდის მოკლა. ამიტომაც ის ფეოდალური სტრუქტურა დაირღვა. და მესამე დიდი ჩინური გამოგონება კომპასი, რომელიც ჩინეთში ძალიან ადრე გამოიგონეს, მაგრამ მის განვითარებას დაჭირა ძალიან დიდი ხანი. კომპასი უკვე აშკარად არაბების გავლით შევიდა დასავლეთში. არაბებმა იგი ისესხე ჩინელებისაგან კიდევ უფრო განავითარეს და დაახლოებით მე-13-14 საუკუნეში კომპასი შედის ევროპაში და სწორედ კომპასი იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მე-15 საუკუნეში. და გარდა ტექნოლოგიებისა, აბრეშუმის გზაზე აგრეთვე ხდებოდა აზრების და რელიგიების მიმოცვლაც. სამივე მსოფლიო რელიგია, ქრისტიანობა, ისლამი და ბუდიზმი, სწორედ აბრეშუმის გზის გავლით შევიდა ჩინეთში. ბუდიზმი იყო ყველაზე ადრეული, რომელიც შევიდა ჩინეთში და მიუხედავად იმისა, რომ ინდუეთი და ჩინეთი ერთმანეთს ესაზღვრებიან, ბუდიზმი ამ საზღვრის გავლით არ შესულა ჩინეთში. არამედ ბუდიზმი ჯერ შევიდა ცენტრალურ აზიაში, შემდეგ შევიდა სინძიანის პროვინციაში და შემდეგ შევიდა ცენტრალურ ჩინეთში. ანუ ბუდიზმი ზუსტად მიუყვებოდა აბრეშუმის გზის მიმართულებას. და მან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩინეთზე, მის კულტურულ და ცივილიზაციურ განვითარებაზე. არაერთი ჩინელი ბერი ჩამოვიდა სახმელეთო და საზღვაო აბრეშუმის გზებით.
ინდუეთში, აქედან წაიღეს წმინდა წარწერები და წმინდა წიგნები ჩაიტანეს ჩინეთში, ჩამოაყალიბეს ახალი ბუდისტური სკოლები, სხვადასხვა შორის ძენ ბუდიზმი ძალიან პოპულარული ბუდისტური სკოლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი წმინდა წიგნის ჩამოტანის შედეგად ჩამოყალიბდა ჩინეთში. ისლამი თავის ჩამოყალიბებიდან ძალიან მალევე გავრცელდა ჩინეთშიც, გავრცელდა რა, შევიდა ჩინეთში და მე გაიდგა ფესვები აქ. დაახლოებით 654 წელს იყო პირველი დიპლომატიური მისია გაგზავნილი საუდის არაბეთის ტერიტორიიდან ჩინეთისაკენ. მათ დააარსეს საპორტო ქალაქ გვანჯოუში მეჩეთი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ისლამი იმ პერიოდიდან, მე-7 საუკუნიდან დღემდე უწყვეტი ისტორიით ვითარდება ჩინეთში. დღემდე არის ჩინეთში საკმაოდ დიდი რაოდენობით, დაახლოებით 10-დან 20 მილიონი მუსლიმი, რომლებიც არიან ჩინეთის ტერიტორიაზე, ის ნახევრად თურქულენოვანი მუსლიმები, არამედ არიან ძველი ადგილობრივი მუსლიმები, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში. და ქრისტიანობა. ქრისტიანობა სწორედ აბრეშუმის გზის გავლით შევიდა ჩინეთში, მაგრამ ეს არ იყო ქრისტიანობის ძირითადი მიმართულება. ეს იყო ნესტორიანული ქრისტიანობა. ნესტორიანული ქრისტიანობა მესამე მსოფლიო კრებაზე 431 წელს დაიგმო და გამოცხადა როგორც ერესი. ერეტიკოსები იყვნენ ისინი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ერეტიკოსებს თავის საზღვრებში იღებდა და ხელს უწყობდა ირანი. ჯერ პართია და შემდეგ სასანური ირანი. რატომ? იმიტომ რომ მათი მიზანი იყო დაპირისპირებოდნენ ბიზანტიას. რადგანაც მათი ცენტრი ჩამოყალიბდა ირანის ტერიტორიაზე, ნესტორიანელებს ჰქონდათ საშუალება, რომ ქადაგება გაევრცელებინათ აღმოსავლეთით. და მართლაც ჩვენ ხვდებით მათ ქადაგებლებს თითქმის ყველგან. ცენტრალურ აზიაში, სტეპებში, ინდუეთში და ჩინეთშიც მე-7 საუკუნეში 627 წელს ჩამოვიდა სირიელი ბერი, ვინმე ალოპენი და მან დაიწყო ქადაგება ქრისტიანობის ჩინეთის დედაქალაქში, მას მიეცა საშუალება რომ აეგო ტაძარი და დაახლოებით 200 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად ვითარდებოდა ქრისტიანობა ჩინეთში. თუმცა შემდეგ 855 წელს გამოიცა ედიქტი, ანტიქრისტიანული და ანტიბუდისტური ედიქტი, რომელმაც გამოიწვია ქრისტიანობის ძალიან დაკნინება ჩინეთში. მოგვიანებით მე-13 საუკუნეში, როცა მონღოლების პერიოდი იყო, ნესტორიანელები დაბრუნდნენ და სხვათა შორის აგრეთვე ასევე შემოვიდნენ კათოლიკეები, რომის პაპმა გაგზავნა სპეციალური მისიები ჩინეთში და მათ დაახლოებით 50 წელი, 60 წელი მოღვაწევეს, აქ თავიანთი პატარა საწყისოც შექმნეს, მაგრამ ძირითადად უცხოელებზე ჰქონდათ მათ ორიენტაცია აღებული. და მივდივართ ბოლო საკითხზე, აბრეშუმის ბოლოწინა საკითხზე, აბრეშუმის გზის დაცემა. აბრეშუმის გზა ქრება მე-15 საუკუნეში. და რა იწვევს ამას? ჩვენ საუბრობთ, რომ მონღოლთა მმართველობის პერიოდში მე-13-მე-14 საუკუნეში აბრეშუმის გზა მიაღწია განვითარების ზენიტს. როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებებით. მაშინ რა ხდება მე-15 საუკუნეში, რომ ზენიტიდან გაუჩინარებისკენ წავიდა აბრეშუმის გზა. მე-15 საუკუნეში რამდენიმე დამოუკიდებელი და ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტორების თანადროულად მოხდენის გამო აბრეშუმის გზა უჩინარდება. და რა არის ეს ფაქტორები? პირველ რიგში ჩინეთში დაეცა მონღოლთა იუენის დინასტია. მონღოლთა დინასტია დაეცა და ჩამოყალიბდა მინგის დინასტია, ჩამოყალიბეს ჩინელებმა და ამ დინასტიას ჰქონდა გამოკვეთილი ქსენოფობიური დამოკიდებულება, რაც არის გასაგები, იმიტომ რომ მონღოლთა პერიოდში ჩინელები იყვნენ საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენა და ძალიან იჩაგრებოდნენ. და როგორც კი მათ დაიკავეს ხელში ძალაუფლება, მონღოლები განდევნეს და სულ რაღაც იმპერიის ჩამოყალიბებიდან 50 დაახლოებით 60 წელში გამოაცხადეს, რომ იმპერია იკეტებოდა. აიკრძალა ყოველგვარი გასვლა ან შემოსვლა იმპერიის შიგნით და ერთადერთი რა იყო ის, რომ სხვა სახელმწიფოებს შეეძლოთ 10 წელიწადში ერთხელ გამოეგზავნათ ელჩობა, რათა იმპერატორისათვის ძღვენი მიერთვიათ. თუმცა 10 წელიწადში ერთხელ შესვლა იმპერიაში, რომ რაღაც შენ ვაჭრობა დაიწყო, ეს არის სრული უაზრობა, ხომ? ამიტომაც აბრეშუმის გზას სათავე ჩამოცილდა.
აგრეთვე სრული ქაოსი იყო ცენტრალურ აზიაში. მონღოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ აქ ჩამოყალიბდა თემურლენგის იმპერია, მაგრამ თემურლენგის გარდაცვალებას მოყვა ის, რომ ის დაიშალა ძალიან მრავალ მცირე სამეფო სამთავროებად, რომლებიც ერთმანეთში ომობდნენ გამუდმებით და აქ არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ საერთაშორისო ვაჭრობა წარმოებულიყო, არ არსებობდა. რა ხდება მცირე აზიაში? მცირე აზიაში ჩამოყალიბდა ოსმალთა სამეფო, ოსმალთა იმპერია. ოსმალებმა დაიკავეს კონსტანტინოპოლი, დაიკავეს სირიის ტერიტორია, ისინი აკონტროლებდნენ ყველა იმ წერტილს, საიდანაც შეიძლებოდა გადასვლა შორეული აღმოსავლეთისაკენ. ამიტომაც ევროპელებს ჩამოეჭრათ თითქმის ყველა გზა, რომ წასულიყვნენ ჩინეთისაკენ. და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ევროპელებმა მონღოლების პერიოდში განსაკუთრებით მიიღეს ახალი პროდუქტები შორეული აღმოსავლეთიდან, მიიღეს ახალი ინფორმაცია და მათ უკვე ჰქონათ იმის მოთხოვნილება, რომ ეს პროდუქტები კვლავაც მიეღოთ, მაგრამ დაიხურა ჯერ ცენტრალურ აზიაში ქაოსი იყო, აქ ოსმალთა იმპერია ჩამოყალიბდა, მიგის დინასტია დაიხურა, თუმცა მათ ეს საჭიროება ჰქონდათ და მათ დაიწყეს ახალი გზების ძიება ჩინეთისაკენ. და თქვენ ხედავთ მეოთხე სურათს, ეს არის ბატონი ქრისტეფორე კოლუმბი, ყველასათვის კარგად ნაცნობი, მისი ექსპედიციის მთავარი დანიშნულების წერტილი იყო ინდოეთი და ჩინეთი. და როგორ უნდა მისულიყო ნაკეთ? მას ჰქონდა ერთი ასეთი იდეა, მას სწამდა რომ დედამიწა იყო მრგვალი. იმპერიიდან გარე, მაგრამ მას ამის სჯეროდა. და იგი ფიქრობდა, რომ თუ პირდაპირ წავიდოდა დასავლეთით, მიადგებოდა აზიას ლოგიკურად. ძალიან კარგი იდეა არის იმის გამოკლებით, რომ შუაში არსებობდა ამერიკის კონტინენტი, რომელიც მან აღმოაჩინა. და მასაც ინდოეთი უწოდა რეალურად. ჩინეთის აღმოჩენის რტოლვა ამით არ შეჩერებულა, მოგვიანებით ვასკო და გამამ აღმოაჩინა აფრიკის გავლით ინდოეთისაკენ გზა და მე უკვე მე-16 საუკუნეში კვლავაც აღმოაჩინეს საზღვაო გზები ჩინეთისაკენ, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო აბრეშუმის გზა, ეს უკვე არის ახალი კოლონიური ისტორია. და ამით სრულდება აბრეშუმის გზის ისტორია. და გადავდივართ ჩვენ ბოლო საკითხზე და ეს არის თუ როგორ აღიქმებოდა აბრეშუმის გზა წარსულსა და თანამედროვეობაში. აბრეშუმის გზა ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ტრანსკონტინენტური მაგისტრალი, რომელიც აკავშირებდა საუკუნეების განმავლობაში, კერძოდ კი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე ევროპასა და აზიის სხვადასხვა წერტილებს. თვითონ ეს ტერმინი აბრეშუმის გზა და მისი ცნება საიდან მოდის? ეს ტერმინი არ არის ანტიკური ტერმინი, ეს არ არის ძველი ტერმინი და სულ რაღაც დაახლოებით 140 წლის წინ შემოვიდა ხმარებაში. არსებობდა ასეთი გერმანელი გეოლოგი ფრიდრიხ ფონ რიხტოფენი, რომელმაც 1867 წელს თავის წიგნში შემოიტანა ტერმინი აბრეშუმის გზა, რომლითაც აღნიშნავდა იმ სავაჭრო გზას, რომელიც მისი თქმით არსებობდა ძველი წელთაღრიცხვით 126, ახალი წელთაღრიცხვით 114 წლებში ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. მხოლოდ ამ მონაკვეთზე. თუმცა მოგვიანებით სხვა ისტორიკოსებმა 1900 წელს გამოიწერეთ მეორე წიგნი, რომელშიც ეწერა, რომ აბრეშუმის გზა იწყება ჩინეთში და მიდის სირიამდე. პალმირა იყო ასეთი ქალაქი და პალმირამდე წუდებოდა აბრეშუმის გზა. სხვადასხვა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში პალმირაში მართლაც აღმოაჩინეს ჩინური ნივთების ნაშთები, აბრეშუმის ნაშთები და დაადგინეს, რომ მართლაც აბრეშუმის გზა სირიამდე წუდებოდა. მოგვიანებით უფრო და უფრო ახალი გზები დაემატა, მე აბრეშუმის გზა რომამდეც გადაიყვანეს, შემოვიდა ახალი აბრეშუმის გზები, ჩრდილოეთის აბრეშუმის გზა, სამხრეთის აბრეშუმის გზა, ცენტრალური გზა, მეორადი გზები, პირველადი გზები, საზღვაო აბრეშუმის გზა და დღეისათვის უკვე ჩვენ როგორც რუკა ვნახეთ, აბრეშუმის გზა არის ძალიან პროლიფიკური და ბევრი გზები აქვს მას, ხომ როგორც რუკაზე ხედავთ და მოიცავს ევროპისა და აზიის თითქმის მთლიან ტერიტორიას. მაგრამ აბრეშუმის გზის ცნების ასეთი განვითარება ერთ საფრთხეს შეიცავს. და ეს საფრთხე რა არის? ჩვენ აბრეშუმის გზას ხომ არ ვხედავთ თანამედროვე ჩარჩოებიდან და ხომ არ ვამახინჯებთ იმ რეალობას, რაც არსებობდა წარსულში და მას მხოლოდ ჩვენი თანამედროვე გადმოსახედიდან ვხედავთ. ეს რას გულისხმობს?
როცა ჩვენ ვსაუბრობთ სავაჭრო გზაზე, გვაქვს ძალიან კონკრეტული ცნებები ტვირთში ჩადებული. სავაჭრო გზა რა არის? აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიდის კონკრეტული მიმართულების მარშრუტი, რომელიც იწყება აქედან სრულდება აქ და მას გადააქვს კონკრეტული პროდუქტი აქედან აქამდე. ეს არის რეგულარული გზა, არის სისტემატიური და აქვს გარკვეული თვითბრუნვა მას. თუმცა იყო თუ არა ასე აბრეშუმის გზაზე, იყო თუ არა ასე სახმელეთო და საზღვაო აბრეშუმის გზებზე. და ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, ჩვენ ჯერ რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ. პირველი, აბრეშუმის გზას ჰქონდა თუ არა საწყისი წერტილი და მისი დასასრული წერტილი, ანუ სად იწყებოდა და სად იყო ამ გზის მიზანი. იყო თუ არა ეს ერთი გზა, ანუ ქონა თუ არა მას ერთი მიმართულება. იყო თუ არა მისი მთავარი პროდუქტი აბრეშუმი და მოთხე, იყო არახაც იმ მასშტაბის, რა მასშტაბითაც გვიხატავენ ისტორიკოსები და მკვლევრები. კარგით, მივიდეთ პირველ საკითხთან. აბრეშუმის გზას ჰქონდა თუ არა თავი და ბოლო, A და B წერტილი. თუ თქვენ წაიგითხავთ გასული საუკუნის და არა მხოლოდ გასული საუკუნის 2000-2010-იანი წლების არაერთი ისტორიკოსის წიგნის აბრეშუმის გზაზე, იქ ნახავთ, რომ აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთის დედაქალაქ სიანიდან და მისი წერტილი, მისი მიზანი იყო რომში. თუმცა ეს რეალურად ასე არ იყო. აბრეშუმის გზის საწყისი და საბოლოო პუნქტები თავის დროზე არ არსებობდა. როცა ვაჭარი თავის მოგზაურობას იწყებდა ჩინეთიდან, შეიძლება მას დაეწყო იაპონიიდან. ის ჩამოსულიყო იაპონიიდან ჩინეთში. ჩინეთიდან ეს თვითი მერე წაიღეს დასავლეთში. იაპონიაც აბრეშუმის გზაში შედიოდა და კორეაც აბრეშუმის გზაში შედიოდა. მაგრამ თქვათა დაეწყო ჩინეთიდან. თითქმის არც ერთი ვაჭარი გარდა იმ მცირე პერიოდისა იუენის მონღოლთა მმართველობის პერიოდში არ იწყებდა მოგზაურობას ჩინეთიდან და არ ამთავრებდა ევროპაში და პირიქით. არამედ ერთი სავაჭრო ქარავანი მოგზაურობას იწყებდა ერთ დიდი ქალაქიდან, თქვათ სიანიდან და მაქსიმუმის ჩადიოდა ცენტრალურ აზიაში, სადაც ის ასრულა თავის მოგზაურობას. აქ მისი მარშრუტი სრულდებოდა. იქიდან უკვე სხვა სავაჭრო ქარავანი იწყებდა მოგზაურობას და მას ტვირთის ჩაქონდა, თქვათ, თუნდაც ქტესიფონში, მერე ბაღდადში, არათა დედაქალაქში. შემდეგ უკვე ახალ ქარავანს გადაჰქონდა ეს ტვირთი და მიქონდა პორტამდე. პორტიდან უკვე ახალ გემს მიქონდა ეს ევროპაში და ანუ აბრეშუმის გზა იყო რამდენიმე სხვადასხვა პუნქტების ერთიანობა. და არც ერთ ვაჭარს არ ქონდა ის გონებაში, რომ მე რო ეს ტვირთი მიმაქვს, თქვათ ჩინეთიდან, ამის საბოლოო დანიშნულება არის ევროპაში, ასეთ რაღაც არ არსებობდა. კარგით, მეორე კითხვა. იყო თუ არა აბრეშუმის გზა ერთი კონკრეტული გზა, ერთი მიმართულება და ბუნებრივი ეს ასე არ ყოფილა. აბრეშუმის გზის მაგივრად დღესდღეობით იყენებენ ტერმინს აბრეშუმის გზები, რომ კარგად აღწერონ ის სავაჭრო გზების ქსელი, რომელიც არსებობდა რეალურად ძველ დროში. აი ამ რუკაზე ეს კარგად ჩანს. აი აქ. და ესეც კიდევ ბოლომდე ამას ვერ ასახავს, იმიტომ რომ კიდევ არსებობდა გაცილებით მეტი მეორადი მნიშვნელობის გზები, რომლებიც ძალიან ხშირად იცვლებოდა. ნუ ეს გასაგებიც არის, ხომ? სახმელეთო აბრეშუმის გზაზე დანიშნულების პუნქტები, თუ სადმა გაჩერებული იყო ქარავანი, იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლებოდა გზები, როგორ იცვლებოდა უსაფრთხოება გზაზე, როგორ იცვლებოდა პოლიტიკური ერთეულები, როგორ იცვლებოდა ქალაქი. აი თქო, ზოგიერთი ქალაქი დაეცა, ზოგი ქალაქი აშენდა, სიმდიდრე აქ არის თავმოყრილი, ახლა აქ გადავიდა, ეს იმპერია დაეცა, ეს იმპერია აღზევდა, აქ არის მოთხოვნა პროდუქცია და აქ აღარ არის მოთხოვნა პროდუქცია. ანუ ეს ყველაფერი წარმოადგენდა იმ ფაქტორებს, რომლებიც ვაჭარს უნდა განესაზღვრა, როცა ის მიდიოდა აბრეშუმის გზაზე სავაჭროდ. შემდეგი ფაქტორი არის, იყო თუ არა აბრეშუმი მთავარი პროდუქტი აბრეშუმის გზაზე. ამ კითხვას შორის ბევრი კოსლევარი შეეხო და როცა მოაჩინეს აბრეშუმის გზის გასწვრივ დანგრეულ ქალაქებში დოკუმენტები, სადაც აღწერილი არის ადგილობრივი ვაჭრები თუ აქ გამგვლელი ვაჭრები რა პროდუქტებს ეწეოდნენ. იქ აბრეშუმი მანდამაც ხშირად არ მოიხსენიება. აი მაგალითად, ჩინეთის ტერიტორიაზე, დუნხუანში და თანამედროვე სინძიანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არის მეორე, მესამე, მეშვიდე, მერვე, მეათე საუკუნეების ჩანაწერები. და აღწერილი არის თუ ვაჭრები რით ვაჭრობდნენ, რა მიჰქონდათ.
აგრეთვე არის ადგილობრივი გარნიზონების ჩანაწერები, ვინ შემოვიდა, ვინ რა გაიტანა. და აქ მაინდამაინც დიდი რაოდენობით აბრეშუმი არ ფიქსირდება. და მაშინ რა ხდება? არ ვაჭროდნენ აბრეშუმით? არა, ეს ასე არ იყო, საქმე არის ის, რომ აბრეშუმის ძირითადი წყარო იყო არა კერძო მწარმოებელი, არამედ თვითონ ჩინეთის იმპერია. ჩინეთის იმპერია აბრეშუმს გასცემდა ორი ძირითადი სახით. ერთი ეს იყო სავაჭრო სახით, რომელსაც მომთაბარეებს ურიგებდა, იმიტომ რომ ჩინეთს მომთაბარეებისაგან უნდოდა ცხენების მიღება. და ცხენებს ვლდნენ აბრეშუმში. მერვე საუკუნეში ყოველ წელიწადში შემოდიოდა 750-750-იან წლებში ყოველ წელს შემოდიოდა 7500-დან 8000-მდე ცხენი. ერთი ცხენი დაახლოებით ღირდა 40 შეკვრა აბრეშუმი. ანუ ყოველწლიურად 300-400-1000 შეკვრა აბრეშუმი ეძლეოდა მომთაბარე ხალხებს. გარდა ამისა, ჩინეთი მათ პერიოდულად აძლევდა ხოლმე აბრეშუმს, რათა ისინი არ შესაურულყვნენ ჩინეთის ტერიტორიას. მეორე გზა იყო ხელფასის სახით. როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, ჩინეთს უჯდებოდა ძალიან დიდი მატერიალური რესურსი ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების შენარჩუნება, იმიტომ რომ აქ ყავდა დიდი გარნიზონები ჩაყენებული. და გარნიზონებს ხელფასს აძლევდნენ სწორედ აბრეშუმის სახით. და არის ამაზე ჩანაწერები, რომ 750-იან წლებში დაახლოებით ყოველწლიურად იმპერიას ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით გარნიზონების შენახვა უჯდებოდა 900-1000 შეკვრა აბრეშუმი. ეს არის ყოველწლიური ნიშანი, ყოველწლიური მაჩვენებელი. და სწორედ ამ ადგილობრივი ჯერ მომთაბარეებისაგან და შემდეგ უკვე გარნიზონებისაგან იღებდნენ ვაჭრები აბრეშუმს და აქედან გაქონდათ შემდეგ დასავლეთით. ანუ აბრეშუმი მართლაც იყო სახმელეთო მარშრუტის ძირითადი პროდუქტი. მაგრამ როცა ჩვენ საუბარი გვაქვს საზღვაო ვაჭრობაზე, აქ აბრეშუმით თითქმის არ ვაჭრობდნენ. ანუ საზღვაო აბრეშუმის გზაზე აბრეშუმით თითქმის არ ვაჭრობდნენ. აქ თავარი პროდუქტი იყო ფაიფური. და მაშინ რატომ მოხდა ის, რომ საზღვაო აბრეშუმის გზას მაინც აბრეშუმის გზა ქვია. საქმე ის არის, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში იუნესკოს ჰქონდა აბრეშუმის გზის პროექტი, როცა ეს ეთქვა რაღაც გეგმა დასახეს, რომ აბრეშუმის გზის ჩარჩო მოეხაზათ. არსებობდა სახმელეთო აბრეშუმის გზა, მაგრამ გარდა ამისა, ფაქტი არის, რომ არსებობდა დიდი საზღვაო საერთაშორისო სავაჭრო გზები, რომელსაც ასეთი სახელი არ ერქვა ჯერ და ამიტომაც მოუნდათ რომ ამისათვის სახელი დაერქვათ ამ საზღვაო სავაჭრო გზებისათვის. იყო რამდენიმე იდეა, მაგალითად იყო ფაიფურის გზაც, იყო სანელებლების გზა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგანაც უკვე იმ პერიოდისათვის აბრეშუმის გზა ასოცირდებოდა ანტიკურ პერიოდში საერთაშორისო სავაჭრო გზებთან, მაინც გადაწყვიტეს რომ კვლავაც ამისათვის დაერქმათ აბრეშუმის გზა. და არა იმიტომ, რომ საზღვაო გზაზეც აბრეშუმით ვაჭრობდნენ. საზღვაო გზებზე აბრეშუმით არ ვაჭრობდნენ თითქმის, თუმცა სახმელეთო გზაზე მთავარი პროდუქტი მართლაც იყო აბრეშუმი. კი ბატონო, და დაუბრუნდეთ, მივდივართ ბოლოსკენ, გავდივართ ბოლოს საკითხისაკენ. იყო თუ არა აბრეშუმის გზა მართლა იმ მასშტაბის, როგორც ამას წარმოგადგენიებენ ხოლმე. ამის გამოთვლები არსებობს სხვათა შორის. მივიდეთ სახმელეთო აბრეშუმის გზაზე. სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ ქარავანი, რომელიც უნდა წამოსულიყო ჩინეთიდან, ის უნდა დატვირთული იყო ძვირფასეულობით, მაქსიმუმ შეიძლება ყოფილიყო 200-300 აქლემის შემადგენლობის, უფრო მეტი უკვე არაენდაბელური იყო. 200-300 აქლემს საშუალოდ შეეძლო 15-დან 20 ტონამდე საქონლის გადაზიდვა. ეს არის ის საქონელი, რომელიც უნდა გაიყიდა. ამას გარდა მას უნდა გადაეზიდა თავისი საკვები, უნდა წაიღო აღჭურვილობა და აგრეთვე თანხლები პირები, ქარავნის თანხლები პირები. 15-20 ტონა შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, როცა შევადარებთ ამას საზღვაო აბრეშუმის გზას, ეს მაინც ბევრი არ არის. 970 წელს თანამედროვე იავის ზღვაში ჩაეძირა გემი, რომელიც აღმოაჩინეს 2003 წელს და ამოიღეს ამ გემზე არსებული პროდუქტები. 200 ტონა ფაიფური ამოიღეს ერთი გემიდან და 40 ტონა მონეტები. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი და თითქმის 10 ჯერ და 15 ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც გადატანა შეეძლო ერთ ქარავანს სახმელეთო გზით. სხვადასხვა ეს თანამედროვეობაში ასე არის. დღესდღეობითაც კი მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა და სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ თანამედროვე აბრეშუმის გზის გასწვრივ სახმელეთო გზაზე
სამანქანო გზებით და სარკინიგზო გზებით განავითარონ, მაინც ტვირთბრუნვა საზღვაო გზაზე 20ჯერ და 30ჯერ აღემატება, ვიდრე ეს არის სახმელეთო გზებზე. და ასე იყო ადრეც სახმელეთო გზაზე ის იმ რაოდენობით ტვირთბრუნვა არ იყო, როგორც იყო საზღვაო გზაზე. ჩამორჩებოდა 10ჯერ და 15ჯერ. და მართლაც სახმელეთო აბრეშუმის გზის მთავარი დანიშნულება და მთავარი მისი ღვაწლი კაცობრიობის ისტორიაში არ იყო ეკონომიკური ღვაწლი, არამედ ეს იყო კულტურული და ინფორმაციული მიმოცვლის კუთხით. როგორც ჩვენ ვნახეთ, დიდი ტექნოლოგიური გამოგონებები და დიდი რელიგიები სწორედ ამ სახმელეთო აბრეშუმის გზის გასწვრივ მოძრაობდნენ. და აი ეს არის მთავარი ღვაწლი, მთავარი დანიშნულება, რაც შეასრულა სახმელეთო აბრეშუმის გზამ თავის ისტორიაში. ამით დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი ლექცია და უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად ეს დღევანდელი შეხვედრა. მეც მაქვს რაღაც შეკითხვები, უბრალოდ ჯერ დაველოდები დამსწრებს თუ აქვთ რაღაც კითხვები, თუ არა და მე დავსვა. არ გაქვთ შეკითხვები? დასვი გურამ. მე მაინტერესებს უსაფრთხოება, შუა საუკუნეებში განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილი იყო ხოლმე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. როგორც ვიცი, ამას წინათ სადღაც წავიკითხე მგონი, ესე იგი არის ვერსია, რომ ჩინგის ყაენი სწორედ ამ ესე იგი აბრეშუმის გზის კონტროლით შეუვლობდა ფულსო და იდეაში მისი ქვეყნების დაპყრობის ერთ-ერთი მიზანი და მიზეზიც თუ როგორც შეიძლება ითქვას, იყო სწორედ აბრეშუმის გზის კონტროლი, საიდანაც უდიდეს შემოსავალი ჰქონდა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლება დღემდე და აი ამ უსაფრთხოებას როგორ აგვარებდნენ, რა ტექნიკა ჰქონდათ, რა ტექნოლოგია ჰქონდათ და მეორე კითხვასაც დავსვავ, იყო თუ არა მაშინ ეს ამ გზაზე მოსიარულე ხალხის დამატებითი ფუნქცია ჯაშუშობაც და ამას როგორ იმაშებოდნენ, ასე ვთქვათ, როგორ აკონტროლებდნენ. მადლობა. კი ბატონო, გასაგები არის. ჯერ პირველ კითხვას შევეხოთ ჩინგისხანის შესახებ. ჩინგისხანმა რატო დაიწყო ისტორიის მოსაკითხი არის. ქონდა ისეთი არის, სახმელეთო აბრეშუმის გზიდან მაინდამაინც თავარი მოგება არ იქნებოდა მონღოლთა იმპერიის. მონღოლთა იმპერიის თავარი მოგება იყო ის, პირველი ის იყო ძარცვა და მეორე იყო ადგილობრივი გადასახადები. სახმელეთო აბრეშუმის გზიდან მაინდამაინც დიდი მოგება მათ არ ჰქონდათ, მაგრამ ამით დაინტერესებული იყვნენ რატომ? აბრეშუმის გზის გავლით ისინი იღებდნენ ძვირფას ქვებს და ძვირფასეულობას და მონღოლებს ძალიან უყვარდათ ძვირფასეულობა. ამის ძალიან ბევრი ჩანაწერები არის. პრანოკარპინის, რუბრუკის, მარკო პოლოს ჩანაწერებიც, რომელიც აღწერს, რომ მონღოლი ყაენები ძალიან აღფრთოვანებული იყვნენ დიდი ძვირფასი ქვებით, რომლებიც მასთან ჩამოქვანათ წვენად. სხვადასხვა ქართველებმა ჩაუტანეს მათ დიდი ძვირფასი ქვები, ამიტომაც კარგად მიიღეს ქართველები. და ის რომ აბრეშუმის გზიდან მათ დიდი შემოსავალი ჰქონდათ, მაინდამაინც დიდი არა, მაგრამ ჰქონდათ ძვირფასეულობა. და რაც შეეხება უსაფრთხოებას, მონღოლებმა ჩამოაყალიბეს საიამეს სისტემა, რაც ვახსენეთ. საიამეს სისტემა იყო ის, რომ ეს საფოსტო დაშორებებით, ზოგი უფრო ახლოს, ზოგი უფრო შორს და ამ ტერიტორიაზე ელჩებს და ვაჭრებსაც ჰქონდათ სპეციალური ნიშნები, რომელსაც მას გადაცემდა ყაენი და ვისაც ეს ნიშანი ჰქონდა, ის სარგებლობდა სრული ხელშეუხებლობით იმპერიის ფარგლებში. ვინც ამ ნიშნის, აი ამ რაღაც ბეიჯი რა ვთქვათ, ხო, რაღაც მარტივად თანამედროვე ენაზე, ვინც მას შეეხებოდა, ვისაც ეს ჰქონდა, ის იყო ყაენის მტერი. ანუ არავის ამის გაკეთება არ სურდა, ამიტომაც ნებისმიერი ვაჭარი, ნებისმიერი ელჩი, ვისაც ჰქონდა ყაენის ნიშანი, სრულად უსაფრთხოდ გადაადგილდებოდა მთელი, დიდი დაცვა ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, სრულად უსაფრთხოდ არა, მაგრამ მაინც შედარებით უსაფრთხოდ გადაადგილდებოდა დიდი იმპერიის მასშტაბით. და მეორე კითხვა იყო ეს ჯაშუშები, ხო? კი, ჯაშუშების თემა იყო მეორე შეკითხვა. კი. ჯაშუშებიც ნამდვილად იყვნენ ჯაშუშები, ჩვენ ვახსენეთ იუსტინიანეს პერიოდში,
ნუ ეს მართალი არის თუ არა, არავინ არ იცის, მაგრამ პროკოპი კესარიელი წერს, რომ ჯაშუშები გაგზავნეს მათ შორეულ აღმოსავლეთში. არდა იუსტინიანისა სხვა იმპერატორებიც გზავნიდნენ, აი ელჩები, როცა ჩვენ ელჩებზე ვსაუბრობთ, არც ერთი ელჩი მაშინ არ მიდოდა და არ ამბობდა რომ მე ელჩი ვარო. ის როგორც ვაჭრა და როგორც მოგზაურად ასახებდა თავს. და როცა ეს ჩადიოდა თავის დანიშნულების წერტილში, მერე ნახულობდა იქ ვიღაც თქვათ ადგილობრივ ხელისუფლებას და მერე შედიოდა მასთან ურთიერთობაში. ასე ხდებოდა მაგალითად მონღოლთა პერიოდში, როცა ელჩები იგზავნებოდა ევროპიდან მონღოლეთში, როცა რომის პაპს სურდა რომ მისი ელჩი რომს მონღოლებს მიეღოთ, ეს ელჩები მიდიოდნენ როგორც მოგზაურები, იმიტომ რომ გზად იყვნენ არაერთი სხვა სამეფო სამთავროები, ვისაც მათ შეპყრობა სურდა. თქვათ საფრანგეთს ან თქვათ რომელიღაც სხვა სამეფოს არ სურდა რომ რომის პაპს ქონოდა ურთიერთობა შორეულ აღმოსავლეთთან. ამის გამო ამ ელჩებს უწევდათ რაღაც გადაცმული სახით ევლოთ ამ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩინეთში გზავნიდნენ ვაჭრებს, რომლებიც აი იცით როგორ არის, როგორც პირდაპირ ახლა ჯაშუში ასეთი დანიშნულებით მას არაჭების სპარსი ვაჭრები ჩადიოდნენ ჩინეთში, აქაურობას აღწერდნენ და ეს ინფორმაცია ჩაქონათ არჩ. აი ამ ინფორმაციას მერე უკვე გარკვეული პოლიტიკური მიმართულებით იყენებდნენ, რა თქმა უნდა იყენებდნენ. თუმცა ის რომ ჩამოყალიბებული სტრუქტურა არსებული იყო, რომ აი თქვათ შენ ხარ როგორც ახლა KGB და CIA არის, ასეთ რაღაც არ არსებობდა. მაგრამ ამის ფაქტები, ამის პრეცედენტები დაგეგმებულია. მადლობა. არის შეკითხვა კიდე თუ ვიკითხო ბოლო ხინკალი ჩვენგან შევიდა თუ იქიდან შემოვიდა? გამარჯობათ. შეიძლება? აი ზუსტად ხინკალთან დაახლოებით, ანუ საქართველოს ჩართულობა როდიდან ფიქსირდება ამის კითხვა მინდა. და როგორ ვითარდებოდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, საქართველოსა და აბრეშუმის გზის ურთიერთობებზე საკმაოდ ბევრი ნაშრომი არის დაწერილი საქართველოსშიც და საქართველოს გარეთაც. და დღემდე ქართველი ისტორიკოსები დაობენ იმაზე, არის ორი ბანაკი, იყო თუ არა აბრეშუმის გზაზე საქართველოს ჩართული. როგორც ჩვენ ვახსენეთ, აბრეშუმის გზას ჰქონდა პირველადი და მეორადი გზები და ნაწილი საქართველოსაც გადიოდა, მაგრამ ეს უფრო იყო მეორეული გზების. ხან გადიოდა, ხან არ გადიოდა. და როდის შეიძლება ეს იწყებოდეს, ხო? როდის შეიძლება საქართველოს ჩაერთვა მავაჭრობაში? ნუ არაპირდაპირი გზებით საქართველოს მავაჭრობა შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველთვის იყო, იმიტომ რომ საქართველოს უკავშირდებოდა ერთი მხრივ სპარსეთს, მეორე მხრივ რომს და ის პროდუქტები აქაც შემოდიოდა. მაგალითად, აბრეშუმი ნახსენები არის შუშანიკის წამებაში, ხო? შუშანიკის წამებაში ნახსენები არის ის, რომ სეფე ქალების და დიდგვაროვანი ქალების ერთ-ერთი მთავარი ხელსაქმე იყო აბრეშუმის ქსოვა. ანუ უკვე მე-4-მე-5 საუკუნეებში ეს ტრადიციად არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ გაცილებით ადრე შემოდის აბრეშუმი საქართველოში. მე-7 საუკუნეში უკვე აბრეშუმის ნიმუშებიც არის აღმოჩენილი სვანეთში. სავარაუდოდ უკვე ამ პერიოდიდან საქართველოს ჩართული არის ამ ვაჭრობაში, აქ რაღაც გარკვეული ქარონები გადის. მაგრამ ეს საქართველოს არის თავარი კითხვა. და დიდი ალბათობით მაინდა-მაინც აქტიური მოთამაშე არ ვიყავით, თუმცა მაინც ქონდა შეხება ამ სავაჭრო მაგისტრალთან. არაპირდაპირ, მაგრამ მაინც. დავით აღმაშენებლის ეპოქასთან რამე შეხება? თუ აქტიური იყო თქო. ამ დროს თუ რამე აქტიური იყო ჩართულობა. ხო, კი ბატონო, ნახეთ დავით აღმაშენებლის ეპოქაში ხდება ის, რომ დავითმა დაიწყო დაპყრობითი ომები. დაპყრობითი ომები დაიწყო, როცა საქართველოს დაიბრუნა, გაერთიანა საქართველოს, მაგრამ მე უკვე გადავიდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. გაყარა იქინა თურქ-სელჩუკები და აიღო მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები. და მე მოგვიანებით თამარმაც იგივე გააკეთა, გაზარდა საქართველოს საზღვრები და გაუშვა სადამშრალო ოპერაცია სპარსეთშიც, ხო? ამით, როცა საქართველოს საზღვრები გაიზარდა, საქართველოს უფრო დაუახლოვდა აბრეშუმის სავაჭრო გზებს. იმიტომ რომ ეს სავაჭრო გზები ძირითადად გადიოდა უფრო სამხრეთით. თანამედროვე სომხეთის კიდევ უფრო ცოტა სამხრეთით გადიოდა სავაჭრო გზები. მართალია დავითის პერიოდში გაძლიერდა საქართველოს, მაგრამ იმის ნიშნები სამწუხაროდ არ გვაქვს, რომ ძირითადი სავაჭრო გზა აქ გადმოვიდა. მაინც სამხრეთით იყო ეს ძირითადი სავაჭრო გზა. და რაც შეეხება ამ ძირითად სავაჭრო გზას, შეიძლება ვთქვათ, რომ ისტორიაში იყო შეიძლება ერთი მონაკვეთი, როცა იყო ცდელობა იმისა, რომ ეს გზა გადმოეტანათ.
და ეს იყო, როცა მე ვახსენე ლექციისას, მე-7 საუკუნის მიჯნაზე, როცა ბიზანტიელი ელჩები ლაზიკის გავლით, დასავლეთ საქართველოს გავლით მიდიოდნენ ჭრილვეთ კავკასიაში და სტეპებისკენ გადადიოდნენ. ანუ მათ სურდათ, რომ აბრეშუმის გზის ახალი გზა გაეჯრათ, რომელიც შინ რუსული სტეპებიდან შემოდიოდა კავკასიაში, გადმოდიოდა მამისონისა და ქლუხორის უღელტეხილებს და მერე შავი ზღვით შედიოდა ბიზანტიაში. და ამ გზის გასწვრივ სხვადასხვა აღმოჩენილი არის კიდეც არაერთი არტეფაქტი, არაერთი აბრეშუმის ნიმუში, რომელიც სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. მაგრამ დავითის პერიოდში საქართველოს შედარებით აქტიურად ჩაერთვა ვაჭრობაში, მაგრამ კვლავაც ვიმეორებ, რომ არ ვიყავით მთავარი მაგისტრალის წევრები. კვლავაც ცოტა ზემოთ რჩებოდით მთავარი გზებიდან. ანუ უფრო სომხეთის მხარეს გადიოდა ესე იგი, ხო? აი, სომხეთი მაშინ თანამედროვე სომხეთი არ იფიქროთ თქვენ. სომხეთი იყო უფრო დიდი და კიდევ უფრო სამხრეთით. და ეს არის თანამედროვე ერაყის თანამედროვე სომხეთის სამხრეთი ტერიტორიები. ნაწილი მერე ტრაპეზონში შედიოდა, ტრაპეზონი იყო ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრიც მონღოლთა პერიოდში. და აქაც გადიოდა დიდი მაგისტრალი. ხო, ამიტომ არის ალბათ, რომ ჩვენთან ესე იგი ლიტერატურულ ტექსტებში და შოთა რუსთაველიდან და მერეც ვაჭრებთან ვაჭრობის მიმართ დამოკიდებულება ძალიან აგდებული და ისეთი არის. კი, საქართველოს ჭირია იყო რომ არ ვიყავით ჩართული აქტიურად ვაჭრობაში და საქართველოში ვაჭრობას ისევ სომხები და ებრაელები ეწეოდნენ და არა ქართველები უშუალოდ. ხო, და იქ ქვედა მხარეს უფრო ვაჭარი, ასე ვთქვათ, პირიქით სიბრძნესთან და ინფორმაციის მიმოცვლასთან ასოცირდებოდა, ლიტერატურულ ტექსტების მიხედვით ვამბობ რა. საინტერესოა. ხელს იწევს ელზა და მარიც, მე მგონი. მე ვიწევ. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს შემოგიერთდით და რაც მოვისმინე, იყო ბრწყინვალე მართლაც. აი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ აი საქართველოს სტრატეგიულად იყო ყველაზე მოკლე გზა ეხა ევროპასა და აზიას შორის, დიდი აბრეშუმის გზა არ გადიოდა, ანუ ეხა ძალიან საქარავნე გზები კი გადიოდა, მაგრამ აი რამე დიდი პოლიტიკური თამაშის პრობლემა ხო არ იყო ეს და რაღაცა დიდ პოლიტიკასთან ხო არ ქონდა მაშინაც საქმე. ბატონო, ახლა ვიმაკეთებ პასუხს გაგცემთ. რა ხდება აბრეშუმის გზაზე? აბრეშუმის გზაზე მოძრაობს ჩვეულებრივი ვაჭარი, რომელსაც უნდა რომ მიიღოს მოგება და მოგებას როგორ მიიღებს? მას აქვს ძვირფასი პროდუქტი, რომელიც უნდა გაყიდოს. თუ ეს ვერ გაყიდა, ის არის ბუნებრივად წაგებაში არის, ხო? სად გაყიდის ამას? ამას ის გაყიდის, სადაც სიმდიდრეს აქვს თავი მოგროვილი. სადაც არიან ისეთი ხალხი, ვისაც ამის ყიდვის საშუალება აქვს. და ეს ხალხი სად არის? ეს ხალხი არის ირანში, არის რომში, ну, თქვათ, ჯერ ირანი ავიღოთ და ცენტრალური აზია. ირანის დედაქალაქი იყო უფრო სამხრეთით ბუნებრივია და შესაბამისად ვაჭრები აქეთ მიდიოდნენ, იმიტომ რომ მათი ცოდნენ რომ აქ უფრო მეტი ტვირთი იყო, აქ უფრო მეტი ბაზრები იყო და აქ უფრო მეტი შემსყიდველი იყო. აი, თქვათ, მე ვარ ვაჭარი, რომელიც მოვდივარ არა ჩინეთიდან, არამედ ცენტრალური აზიიდან, შემოვედი ირანში და მაქვს ახლა აქ გზები, საით წავიდე შავი ზღვისკენ ზემოთ, თუ აი დედაქალაქსკენ მივიდე. ბუნებრივია ის წავიდა დედაქალაქში. იმიტომ რომ მისი მიზანი ევროპაში შესვლა არ არის, მისი მიზანი არის რომ მივიდეს დედაქალაქში და იქ გაყიდოს პროდუქტი. ევროპაში როგორ მიდის პროდუქტი? იგი თქვათ, ან სირიელი ვაჭარი, ან სომეხი ვაჭარი, ან ევროპელი ვაჭარი ჩამოდის აქ და ისიც სპარსეთის ირანის დედაქალაქიდან ყიდულობს პროდუქტს და მიაქვს მას ეს პროდუქტი ევროპაში. ანუ ის ძირითადი სავაჭრო ცენტრები იყო სამხრეთით. არა იმის გამო, რომ აი თქვათ, რაღაც მათ გეგმები ჰქონათ. ეს იმიტომ იყო, რომ საქართველოს შორს იყო იმ ცენტრებიდან. ეს იყო ერთი თავარი ძეზი. მადლობა. ხო, ჩვენს ეგოს მოკლედ დიდი დარტყმა მიაყენე ახლა. ნუ რა ვუყოთ? ისტორიული რეალობა მოითხოვს ყველას. ისტორიული რეალობაა, თუმცა რა თქმა უნდა, სარტყელისა და გზის ინიციატივაში, როდესაც ამ საერთაშორისო ფორუმია, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიები, კი, აუცილებლად და ასე შემდგომ და ასე შემდგომ.
ძალიან კარგი. თუმცა ესეც სწორედ ასეთი So, ტიპის ინფორმაცია არის. ოთარი სწორი. შეიძლება. აუცილებელი. ეგოს დაკმაყოფილების მიზნით დღევანდელობის კონტექსტშიც რო გითხრა, აბრეშუმის დღევანდელობის კონტექსტში მგონი ჩემზე კომპეტენტური შაკო იქნება, მაგრამ ორი სიტყვით რა ვიცი, მაინც ალბათ შაკომ გაქცეთ ამაზე პასუხი ჯობია. მე უფრო ისტორიულ პერიოდზე მუშაობ. ბაია კონკრეტულად რა გაინტერესებს დღევანდელ კონტექსტთან მიმართებით? უფრო კონკრეტულად რას კითხულობ? აბრეშუმის გზა და თანამედროვე საქართველო, რა ვიცი, რაღაც ესე გზა ინიციატივათა. ხო, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს საინტერესო ინიციატივაა 2013 წლის მერე, რაც ძიმპინმა გამოაცხადა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ის, რომ მაშინ თუ შუა საუკუნეებში შეზღუდული იყო, ასე ვთქვათ, გადაადგილება და როგორც წესი ერთი ან ორი ან სამი მარშრუტი რო გაიკვალებოდა თავისი ინფრასტრუქტურით, მე ყველა მიყვებოდა იმას, დღეს ბუნებრივია ესეთი შეზღუდვა არ გვაქვს. შესაბამისად, ტვირთის A პუნქტიდან B პუნქტში გადაზიდვის n რაოდენობის საშუალებაა დაწყებული, რაც უთანმა ახსენა საზღვაო მიმართულებით, საჰაერო, სახმელეთო და სარკინიგზო მიმართულებით. სამწუხაროდ ერთი ის ფაქტია, რომ კი ბატონო შეიძლება მოკლე მარშრუტი იყოს, მაგრამ ესეც კიდევ სადავოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ტექნიკური პრობლემები. ასე მაგალითად, რომ ვისაუბროთ სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვებზე ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ამ კონკრეტულ მომენტში ცოტა უკრაინაში კონფლიქტმა და სუეცის არხის კრიზისმა რაღაცნაირად გვიშველა ბრჭყალებში იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე უსაფრთხო მარშრუტი ამჟამად არის შუადერეფანი, იმის ნაწილი რაც ჩვენ ვართ და რომელიც ამ შემთხვევაში არის ადგილი, სადაც ომი არ მიდის, მაგრამ რეალურად პირობითად ეს ომი როდესაც დამთავრდება ადრე თუ გვიან, ტექნიკური თვალსაზრისით ტრანსციმბირის მაგისტრალი, ანუ ის რაც გადის ჩინეთი, მონღოლეთი, ან ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი და შემდგომ პოლონეთი და ევროპა, ეს გაცილებით უფრო ესე ვთქვათ მოსახერხებელია კერძო ბიზნესისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოიდგინეთ, ტვირთი ჩინეთიდან მიდის, როდესაც მიდის რუსეთში და რუსეთიდან უკვე ბელორუსის იმუკაცრავად პოლონეთის საზღვარზე ფაქტობრივად მიდის გაუჩერებლად. და საკუთრივად ტვირთმა ჯერ უნდა გაიაროს ჩინეთი, შემდგომ ყაზახეთი, შემდგომ ყაზახეთში აქტაუს პორტზე უნდა დაიდოს ბორანზე, კასპიის ზღვა გადმოიაროს, კასპიის ზღვიდან უნდა შემოვიდეს აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიდეს ჩვენთან, აქედან ან პორტზე უნდა დაიტვირთოს ფოთში ან ბათუმში, ანაკლია თუ გვექნება და ისე გააგრძელოს გზა, ან უნდა გადავიდეს თურქეთში და შემდგომ კიდევ ისე. ამიტომ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, ამდენი ქვეყანა, ამდენი საბაჟო მიმართულება რეალურად არ არის ფლად სახარბიელო კერძო კომპანიებისთვის, იმიტომ როგორც ოთმა თქვა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ბნელ ოთახში ვეძებთ კატა, სადაც ის კატა არაა. კერძო კომპანიის, კომერციული კომპანიის უპირველესი დანიშნული მიზანი არის ის, რომ მან სწრაფად, მარტივად და იაფად გადაიტანოს A პუნქტიდან B პუნქტში რაღაცა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ეს ჩვენი ტექნიკური და გეოგრაფიული წინაღობები არის, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში გეოპოლიტიკამ ცოტა წაგვაშველა ხელი, იმიტომ რომ ჩრდილოეთში ომია, სამხრეთში ჰუსიტები სუეცის არხში რაკეტებს ესვრიან გემებს, შესაბამისად, ბოლო პერიოდში ჩვენი მიმართულებით ეს გაიზარდა. ასე ვთქვათ, რკინიგზის გამოყენება მაერს უფრო გაზარდა გადაზიდვები საჰაერო მიმართულებით თბილისში უფრო მეტი თვითმფრინავი ჩერდება და მიდის ევროპაში და ასე შემდგომ, მაგრამ რეალურად ალბათ პრაქტიკულად რო შევხედოთ, ეს არის მიმართულება, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თლად ახლა პანამის არხი ძალიანაც რო გვინდოდეს საქართველოს ფიზიკურად ვერ გახდება. პანამა უბრალოდ სახელმწიფო, იმიტომ რომ როგორც ჩვენ გვინდა მოგების მიღება, ისე უნდა სხვა სახელმწიფოებსაც. შესაბამისად, გარკვეული ტექნოლოგიური სირთულეები და გამოწვევები გვაქვს, რაც ნაკლებად რენტაბელურს ხდის შუადერეფანს, თუმცა როგორც ვთქვით, ამ შემთხვევაში ომებმა ცოტა ბრჭყალებში რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას გვიშველა ამ კუთხით. აი ამით სხვადასხვა რაც ჩაკომ თქვა, ის პრობლემები რაც ახლა არის, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება, იგივე პრობლემები იყო შუა საუკუნეებშიც. ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება, თუ რატო არ გადავიდა ეს გზები საქართველოზე. პირველი ის, რომ როცა მოდის ქარავანი, თქვა ცენტრალური აზიიდან,
რომ შემოვიდეს საქართველოში, უნდა გამოიაროს კასპიის ზღვა. კასპიის ზღვაზე არსებობდა ბუნებრივია აქ ნავიგაცია, მაგრამ კასპიის ზღვაზე ხშირი ქარიშხლების გამო ნავიგაცია ისეთ სიმაღლეებზე არასოდეს არ იყო, როგორც იყო შავ ზღვაზე. და მე არის უსაფრთხოება. საქართველო მდებარეობს ჩრდილოეთით არის მომთაბარე ხალხებით იყო სავსე სულ და გარდა ამისა არის პატარა ქვეყანა და სამხრეთით არის სპარსეთი და სპარსეთს უნდა რომ ამ გზაზე მონოპოლია ჰქონდეს. როგორ წარმოვიდგენიათ ახლა იმ პერიოდში, რომ საქართველოს გაეწია კონკურენცია სპარსეთისათვის. ანუ რა უნდა შეეთავაზებინა საქართველოს ისეთი ამ ქარავნებისათვის, რომ ისინი სამხრეთიდან უკვე კარგად ჩამოყალიბებული სავაჭრო გზებიდან ამოსულიყვნენ ჩრდილოეთით. ანუ არა ლოგიკური იყო ეს მათთვისაც და გარდა იმ იშვიათ შემთხვევებისა, როცა ისევ ომები იყო, რაც ახლა ხდება. სხვა სიტუაციაში ის არ უახლოვდებოდა საქართველოს ძირითადი მაგისტრალები. ხო, მაგრამ გზას ხო ამოკლებდა ძალიან, აი ძალიან მოკლე გზა, ეს დროში ეს არ იყო შეთავაზება მათთვის საყარბი. აი ისევ და ისევ იქ მივდივართ, ანუ ისევ და ისევ იქ მივდივართ. ჩვენ აბრეშუმის გზას ავიღოთ როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზად. დღეს თანამედროვე აბრეშუმის გზის მიზანი რა არის? ტვირთი ჩაიტანა ჩინეთიდან ევროპაში. ეს არ იყო ძველი აბრეშუმის გზის მიზანი. ძველი აბრეშუმის გზის მიზანი არ იყო ის, რომ ტვირთი ჩინეთიდან ჩაიტანა ევროპაში. არასოდეს არ ყოფილა ეს ასეთი მიზანი. მათი მიზანი იყო უბრალოდ გაიყიდათ. სადმე გაიყიდათ? ეს მათ არ აინტერესებდათ. ვაჭარი, რომელიც იყო თქვა უზბეკეთში, მას სულაც არ უნდა რომ ტვირთი ჩაიტანა რომში. მას უნდა რომ ტვირთი ჩაიტანა სად? თავის მეზობლად, ქტესიფონში. ან თქვა ჰერათში. ან სადმე და მალე გაიყიდა ეს ტვირთი. ანუ ის იდეა რომ ტვირთი უნდა ჩავიტანო მე რა შეიძლება მალე ევროპაში, იმიტომ რომ იქ დიდარი მყიდველი არის, ასე არ იყო. ევროპა შუა საუკუნეებში არ არის სიმდიდრის ცენტრი. ევროპა სიმდიდრის ცენტრი ხდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ. მანამდე გაცილებით დიდი რაოდენობის სიმდიდრე არის დაგროვებული სად? არის მცირე აზიაში და არის ცენტრალურ აზიაში. ამიტომაც ამ ვაჭრებისათვის ფიზიკურად არ არსებობდა არც მოთხოვნა, არც ინფრასტრუქტურა და არც უსაფრთხოება, რომ საქართველოს გავლით წასულიყვნენ იქეთ. ეს იყო მაშინ, მაგრამ ახლა სხვა მოთხოვნილება არის, ახლა პირდაპირ მოთხოვნა არის, რომ ევროპაში მიხვიდე მალე და სწრაფად და ეს ახალი რეალობაა, მაგრამ მაშინ წარსულში ეს რეალობა არ არსებობდა. და სწორედ ამის გამო იყო, რომ ფიზიკურად არ იყო არც საჭიროება და არც საშუალება, რომ აქ გაევლო იმ თავარ გზებს ვაჭრებისათვის. კარგი, თუ არის შეკითხვები, თუ არა და მაშინ დავასრულოთ შეხვედრა. სავარაუდოდ აღარ არის, მადლობა ოთარ. დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო ოთარ. დიდი მადლობა. მადლობა. იმედი მაქვს თბილისში შევხვდებით კიდევ ერთი ცოცხალი ლექსი. აუცილებლად. და განვავრცელოთ ამ თემას. უღრმესი მადლობა და აბა დროებით დაგემშვიდობებით. ჩანაწერს ჩავაგდებ ჯგუფში.